მივესალმები მაყურებელს, შევახსენებ, რომ ჩვენი მხარდამჭერია სოკარი, გთხოვთ გამოიწეროთ არხიდან და ლაიქოთ ვიდეო, იმიტომ რომ ეს არხი ძალიან დაეხმარება. დღეს ჩვენი სტუმარია დიზაინერი, მხატვარი, მსახიობი, ტრიონობაში არტისტი, როგორც თქვით, გუგა კოტეტიშვილი. დღევანდელი თემა ძირითადად სასაუბრო იქნება დიზაინი და გემოვნება, მაგრამ ქუჩის დღეებსაც რო არ შევეხოთ, არ გამოვა, იმიტომ რომ ჩემი ახალი ქართული ფილმებიდან ალბათ ყველა საყვარელი ფილმი არის, რომელიც ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი. და რითაც პოპულარული ვარ მე მგონი დღეს. ხო, სადაც თამაშობ თავარ როლს. ხო, რომ ჩეკი აქტუალური. კი, მაგასაც შევეხოთ აუცილებლად. საიდანაც გამიჩნდა ეს იდეა, რომ თქვენ მომეწვიეთ პოდკასტში, იყო რომ ვიდეო შემხვდა რეკლამა, სადაც დიზაინი ტენდენციის გარეშე ესეთი მასტერკლასს კითხულობთ, მასტერკლასი ქვია ალბათ. და ნუ ესეც ჰქონდა ტექსტი, რომ გაიგე შეიძლება თუ არა ისწავლო გემოვნება. და შეიძლება გემოვნების სწავლა. ნუ, იცი რა, ძალიან უნდა მოინდომო ალბათ. და რაღაცა პატარა ნიჭი მაინც უნდა გქონდეს რა. იმიტომ რომ სწავლა შეიძლება ხატვის, მე ამას ვამტკიცებ კიდეც, რომ ყველას ვასწავლე ხატვას, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ის გამოვახშო, შეიძლება რაღაც შედევრები გააკეთოს, მაგრამ ის რომ თვითონ სიამოვნება მიიღოს და ხატოს და აი ეს ეგოს იმისთვის რაღაცა ექსტაზი ხატვის პროცესი, ეს სწავლებადია რა, როგორც ამბობენ, მეც მეუბნებოდნენ, რომ სიმღერას გასწავლით, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეგ მინდა და ნუ ვიძახე რომ არ შემილია და მე ვიღაცა ამიხსნა და უცებ რაღაც ამამღერა სწორედ და ნუ აი გაუგნებული დავრჩი. ვიხდი რომ შეიძლება ისწავლო რაღაც დონეზე. ხო ვიღაცა ბავშვები და მღერის, ხო? როგორც ხელობა, რაღაც ალბათ. როგორც ხელობა, იმიტომ რომ ხატვაც ის არის ხელობა. იცი რა, თუ ჩავთვლით რომ სიბრტყეზე ქმნი ფორმას, ესე იგი ილუზიას აკეთებ მატყუებ, ხო? თუ მატყუებ, ესე იგი რაღაც წესებია, ხო? და ძალიან მარტივია რა, მე უფრო გამოვკებ, ამოდის უფრო ფორმა, იქ ბლიქს მიცემ, იქ არის წესები. ეგ არ ნიშნავს შედევრს, არ ნიშნავს რომ გამოვიდეს, მაგრამ მივხვდები, ვიზახენ რომ აი ხას ვერ ვავლებ, ხო? აი გაავლებ და ბურთს დახატავ, ჭიგას დახატავ, თქვა, ან აბსტრაქციას დახატავ, ან ის რომ გაანთავისუფლებ, შიში უნდა მოუხსნა ხატვის შემთხვევაში. რომ თამამად ხატოს რა არ იყოს პრობლემა რა და მოგეთები მქონდა კურსი ეგეთი უფროსებისთვის, ხატვა უფროსებისთვის. არა აბიტურიენტებისთვის, არამედ უფროსებისთვის. ვისაც მართლა თავისთვის უნდა და ნუ აი ეგრე ბავშვები, ბედნიერები. ხო, მე ბავშვობაში მიყვარდა ხატვა და ხატავდი პასტით მიყვარდა ხატვა. და ნუ ჩემებურად ხატავდი და მე რაღაცა ხატვის მასწავლებელმა შემამჩნია და რაღაც წრეზე მიმიყვანეს და როგორც კი ქოთანი დამიდეს და ხატეო მე მგონი მის მე აღარ დამეხატავს რა ფერიზე ისე შემძულდა, იმიტომ რომ რაღაცა იქ წესების დაცვა რომ მომთხოვეს აღარ მომეწონა და ასე ჩტილის ეს როგორც შოთა რუსთაველი ვეფხვის ტყავსა და აღარავის აღარ წაუკითხეს სკოლის მერე იმდენად შეაძულეს აი იგივე ხო ხო და გემოვნება რა არის მაშინ ანუ ესე იგი რაღაცა პრინციპები უნდა არსებობდეს რაღაცა უნივერსალურიც უნდა იყოს რა ხან იცი აი გემოვნება ალბათ ყველაზე რთული თემაა როგორც ნიჭი ალბათ ან გაკ ნიჭი ან არა გაკ ხო რაღაცის აი გემოვნებაც ალბათ სწავლა შეიძლება კი თუ ისეთ ბეჯითი ხარ და დაისახავ მიზნად ალბათ შეიძლება ნუ იცი იქიდან გამომდინარე რომ ხო ნუ ძალიან რაღაცა მე არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს იმიტომ რომ შემთხვევაში ეს გემოვნება იქნება თუ ინტერიერის დიზაინის კეთება თუ რაღაცა მე ადრე ვიძახდი რომ ვაკეთებ სპონტანურად აი ესე რაღაც მე ერთხელ როცა და ჩამეტარებინა მიმიწვიეს თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტებთან რაღაც შეხვედრაზე იქ რო დავიწყე ხა იმას სტუდენტს ვარ ეტყვი რომ იცი რა მე ეგრე ხედავ და თავისით მოდის ნუ ხო რაღაც სულელია და იქ რო დავიწყე ანალიზი როგორ ვაკეთებ ინტერიერს გაიგო რომ ძალიან თურმე რაღაც პრინციპები მქონია და საერთოდ იმას მივდევ და რაღაც იმ პრინციპით მუშაობ მაგრამ ეს ინტუიტურად ხდება მაგრამ ნუ თუ მე რაღაც გაშლი რაღაც გარკვეული წესები გაქვს რა ამდენად სწავლა ალბათ შეიძლება კი მაგრამ მაინც უნივერსალური რაღაც არსებობს იმიტომ რომ არის მაგალითად რაღაც შეიძლება მუსიკა მოისმინო და ნუ აი შეუძლებელია ვინმე თქვას რომ გემოვნებიანი მუსიკა არის ან რაღაცას ეცვას ისე რომ თქვა რომ ვიღაცისთვის გემოვნებიანი ანუ რაღაცა სტანდარტი მაინც არსებობს ძნელია თქვა გემოვნებიანი რა არის მაგრამ ალბათ უგემოვნოს თქმა უფრო ადვილია ხო
კი, უფრო ადვილია, როგორც მე მაგალითად ძალიან მიჭირს რაღაც არჩევა, სასწორე ვარ და ეგრე მასწავლეს, რომ ჩუქნიდნენ 10 ნახატს ერთი მეგობარი მხატვარმა მითხრა რომ აირჩიეო, აი რომელიც გინდაო და ნუ დავდექი და ნუ ძალიან ცუდ დღეში ვარ, იმიტომ რომ აი ხა რომ მკითხო ჩაი თუ ყავა, სერიოზულად ფიქრს ვიწყებ რა უფრო მინდა ამას სულ ერთი აბსოლუტურად, იმიტომ რომ 10 ჭიქას ამას 10 ჭიქას იმას დღის მანდ. და მითხრა რომ ისა გამორიცხვის მეთოდით, აი რომელი არა 10-დან. და ამას ძალიან ადვილად ყრი რა, რომ ეს არა და ბოლოს რჩება ის რომელიც თურმე ყველაზე უფრო ეგრეს მოვაყოლე აღარ ანუ გემოვნების ამოცნობა უფრო ადვილია თუ უგემოვნობის ხო ნუ უგემოვნობა პირდაპირ ყვირის გემოვნებაც ხო იცი როგორი რამე აი გავეხარ რა ვიცი როგორ უნდა შეაფასო გემოვნება მაინც ან ხო აი რაღაც მეც ბევრჯერ ხშირად ხმარობ იცი როგორ არის რაღაცა გარკვეული ახლა სწავლას რო ვიძახით ხო ნუ აი ეგ არის გემოვნება ალბათ არის რომ თან დაყვება მეორე არის რა გარემოში იზდები თქვათ ის ბავშვობის ხო რაღაცა რა გარემოა რა არის ეს ყველაფერი მოქმედეს ნუ სწავლაც შეიძლება ხო არის რომ აი ბავშვებს უნდა ასმენო კლასიკური მუსიკა და აუხსნა და ასწავლოს მენა და რომ მიხვდეს უკვე რა არის თქვათ და იწყებს გარკვევას ხო ესე იგი ამ გემოვნებას ალბათ შეიძლება ჭირდება რაღაც გარკვეულწილად აი როგორც ხელოვნებად ცოდნეები, ხო, ეს ვაფშე ცოდნეები ძალიან ისეთი რამე სასაცილო, მაგრამ ნუ პრინციპში საჭიროა ალბათ, მაინც ცოდნე, ხო, რომელიც იმიტომ მე ძალიან მაღიზიანებდა ხოლმე ადრე მახსოვს ჰოლანდიაში ეგეთი ცოდნეები იყვნენ სოფხმარი ძალიან სასაცილო და აგროვებდნენ ყველაფერს, იცი, აი ამ პერიოდის ეს და ეს ესეთი კიჩია, რასაშინელება, მაგრამ რა კაია და გიდევს და ესე იმიტომ რომ გიდევს, რომ ეგ რაღაც პერიოდის საეტაპო, ეგ არ მოგწონს, მაგრამ ისინი სხვა იმით აფასებენ, ხო? ამდენად როცა რაღაცა, ნუ, აი აზზე ხარ, უკვე რაღაცები იცი, ერკვევი და ალბათ გემოვნებას გიყალიბდება. თქვათ, გარკვეული თქვათ, მხატვრებზე, ხო, იმაზე, ნუ რაღაცა ის გექნება აზრი გესმის ბევრის ცნობილი კრიტიკოსის იქით, აქეთ ის იცი ეს რამდენი ღირს ის რატო არ ღირს და ნუ რაღაცა ალბათ, აი ალბათ. ხო, რაღაცა ესე იგი რაღაცა გაბატონებული აზრიც არსებობს, აი თუნდაც ხა როგორც აგროვებდნენ, ითვლება რომ კარგია და ამიტომ კონდათ, ხო? აი მაგალითად მე დიდი ხანი არ არის და ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგალითად მაჯის საათებს არ ვხმარობდი. რამდენიმე წელია რაც აი დავფიქრდი ერთხელ რომ აი რატო არის რომელი რაღაცა ღირს 50000 და რაღაც აუქციონზე შეიძლება 300-ად გაიყიდოს და რომელი რაღაცა ღირს $200 და მე ამ დიზაინერებს რომ მივაქციე ყურადღება და აღმოჩნდა რომ რაღაც საათები ძალიან მომწონს და იმის მერე საათს ვიმიკეთია ხელზე. რაღაცები რაც არ მომწონს, მაგალითად ერთ იგივე ბრენდის შეიძლება Rolex-მა გამოუშვოს რაღაც საათი რომელიც ძალიან მომწონს. და რაღაცა ძალიან, მაგრამ ითვლება რომ აი ორივე მაგარი საათია და საათის კოლექციონერებში ეს ითვლება რომ აი რაღაცა ეს საათი თუ გაქვს ძალიან მაგარია, მაგრამ თუ რაღაც არის რომ აი უდნავ შეიძლება იყოს ხოლმე, მაგრამ ის ძალიან არ მომწონს, მაგრამ მეორეზე ძალიან მიმიზიდავს და თვლი რომ ის კაია რა ჩემთვის. ხო, მაგრამ შეგიძლია თქვა რატო? ალბათ ძნელია უხსნა. ხო, აი ამიტომ ბოტასებზეც მაქვს იგივე დამოკიდებულება, აი ბოტასებიც ძალიან მიყვარს. და აი რაღაც დიდი კედელზე შეიძლება სტენდი იყოს და აი რაღაცა ძალიან გამოვარჩიო, მეორე ძალიან არ მომეწონოს. ორივე ერთი ბრენდის და ორივე ძვირად ღირებული, მაგრამ ვერ აუხსნა რატო რა. ხო, ნუ აი ეგ არის ალბათ რაც ნუ ხო. galaktion sakna თქვამე ნიჭი, ფიზიკურ ნიჭიო. აი ნიჭი უნდა კონდეს რა. იგივე არის გემოვნება ან გაკ ან არა გაკ, ცოტა რთულია რა. ამის სწავლება თუმცა ალბათ შეიძლება, ნუ აი საერთო იმის განათლების შედეგად მიხვდე რომ ეგ არის კარგი, ეგ არის ცუდი, პლუს და შემდეგ. ნუ სილამაზე კიდე ძალკე რაღაცა არის, თუ გემოვნებასთან აკავშირი. აი რაღაც სტანდარტები სილამაზეში შეიძლება იყოს? მაგალითად, ზის ჩასვლა, რომელიც ყველას მოწონს და მე არ მახსენდება იმას ეთქოს რომ რა უშნო რაღაცა არის. საუბრებლად. ხო, ეს ნიშნავს რომ ამის სტანდარტები არსებობს? იცი რა, არა, ეგ სხვა რამეა. ეგ ზის ჩასვლა ამაზე არ არის, ზის ჩასვლა არის მთელი რელიგიით და ფილოსოფიით და იმით შეხედა, საერთოდ სხვა ენერგეტიკაა და მართლა საოცრებაა. ხო, მაგრამ აი ძალიან უგემოვნო არის ზის ჩასვლები, რომელიც იყიდება მშრალხით. ხო, აი ძალიან. და ამას ყიდულობენ კახეთში მიდიან თუ ისინი თუ რაღაც იყიდეს დაკიდებს სასტუმროში, იმიტომ რომ რაღაცა უნდა ეკიდოს. აი ეგ უგემოვნობაა რა, თუ შეგვიძლია ხა ეგრე დავარქვა. და აი მზის ჩასვლა არის ზღაპარი, მზის ჩასვლა არის სხვა რამე რა. აბსოლუტურად ყოველი მზის ჩასვლა და მზის ამოსვლა
არის სხვანაირი. ხო, მარტო ლამაზი როცა რეალურად უყურებ. როცა რეალურად უყურებ, აიცი რა არის, მე მაგალითად ვიყავი ნეპალში 5000 მეტრამდე, 4500 მეტრი, ოღონდ ეგ არა, ალპინისტი ვიტკი არა, ეგრე მივდიოდი, იმიტომ რომ ფეხით თუ მიდიხარ, ჩულებრად მიდიხარ რა, ანუ შერპებს მიაქვს შენი ტვირთი და შლოპანცებით წინ გისწრებს თავის ტვირთიან და შენ უკან ცოტა ქლოშინით მიდიხარ, მაგრამ ჩვეულებრივად მიდიხარ რა, იმიტომ რომ იქ ღამეს ათევთ და ნელ-ნელა და არანაირი ის არ არის პრობლემა. მაგრამ გადიხარ ღრუბლებში ბოლოს და ღრუბლებს ზემოთ ხარ. მე ხარ აი ღრუბლები ხო არის, ღრუბლების ზემოთ. ამიტომ აქედან ღრუბლებში გადიხარ და მოღრუბლულია რაღაცა, ანუ ნისლი გონია. თურმე ღრუბლებში გადიხარ, იმიტომ რომ ამ სიმაღლეზეა იქ ღრუბლები რა. და მე გადიხარ ზემოთ, აი როგორც თვითმფრინავიდან რო იღურებ. და იქ სულ მზეა. ადიხარ და ზემოდან არის, აი მზე თუ ჩადის, იქ ზემოდან წითლდება და შენ იქ გეხარ, ნუ აბსოლუტური კრეტინივით რა გინდა იქ ვერ ხვდები ღრუბლებს ზემოთ, რატო ხარ? იმიტომ რომ იქ ჩას მარტო წვერვალები, აი ეგრე იყურები, რომელიც არის 4500-ზე მეტი. ეგ მინახავს თვითმფრინავიდან შევსწრები, აი მზე ჩადის და ზემოდან. აი ეგრე, აი იქ და იქ ერთი ღამე გავათენით რა. ნუ აბსოლუტური დეგენერატის როლში ხარ, იმიტომ რომ ვერ ხვდები, მაგრამ რა არის, იქ кайფი რომ რატო რა არის კარგი რა, რომ მანამდე როცა იყავი თქვათ 3000 მეტრზე იქაც ზღაპარია, იმიტომ რომ იქ არის აი რა განსხვავება კავკასიონსა და თქვათ ნეპალის ჰიმალაებს შორის რა. შეიძლება კავკასიონი უფრო ლამაზია, თქვათ რაღაც ადგილები რა, ჰიმალაის იქ რაღაცა, ხომ წვერვალები. მე ვძახებ მთლიანად ჰიმალაის მასივს. ჩვენთან არის ძალიან ლამაზია სვანეთი, ხევსური, მაგრამ ეგრე არის სამი მთა რა, ერთი მეორის ჰაჰა ან ვაფშე ერთი რიგი და ცოტა დეკორაციასავით არის ულამაზესია ხო სვანეთი. და იქ არის აი ეს რიგები როგორც ჩინური ნახატები, არ თავდე ოკეანეა მთების რა. ანუ სივრცე, გიგე? იქ სილამაზეზე კი არ არის, იქ არის ამ სივრცეზე და ამ შეგრძნებაზე რაღაც საოცრად. და ღრუბლები არიან პროფილში, ანუ ხედავ ღრუბლებს ერთმანეთ ეგრე კი არ ხედავ ესე რა, აი როგორი ფორმები, როგორ დადიან, აი რას ცხატავენ იქ. და ნუ მაგრამ მაინც ხარ მიწაზეზე ხარ ამაზე кайფობ, მაგრამ გახსენდება შვილი, გახსენდება სამშობლო, გახსენდება ეროვნულობა, შენი საქმე და ასე შემდეგ. და აი ღრუბლებს ზემოთ რო ხარ. რო ახვალ. იქ აი სამშობლო, ეროვნულობა ყველაფერი რჩება ქვემოთ და შენ ხარ ეგრე ზემოთ აბსოლუტურად დეგენერატის როლში რა გინდა რა ხდება და აი ეგეთი უცნაური გზა. ხო და იქ მე ფოტო არ გადამიღია. იმიტომ რომ მქონდა მაშინ ესეთი კამერა, კი რაღაცა მაშინ იმ დროისთვის კარგი, მაგრამ მივხვდი რომ აი იმ ჩარჩოში რასაც ხვდება რა, ის არ მინდა, ის ემოცია არ არის. აი ამიტომ მზის ჩასვლა ძალიან ძნელი დასახატიც არის და გადასახადო რომ ეგ არ არის, ნუ ამაში ჩას ღრუბლები. ხო? და იქ არის აი ეს თლიანად. ამას ვერ ატევს კამერაში. ხო, ერთხელ მახსოვს შარშან იყო, მეგონი შავ ზღვაზე ვიყავით ციხისძირში და ძალიან ლამაზი ერთ გამორხანდახან ხორი გამორჩეულ მზის ჩასვლა რო არის რა, რაღაცა ისე დაემთხვევა და რაღაცა დიდი მზე იყო და ძალიან წითელი იყო ბოლოსკენ და რაღაცა სასწაული სილამაზე იყო და ზაფხული იყო და ჩემი მეგობრები ვინც იყვნენ შავ ზღვაზე, ბათუმიდანაც იგივე ჩანდა, რომ ესეთი ამინდი იყო და ყველა ანუ სტორებში პოსტავდა არც საერთოდ აფრიშოში არ იყო იმასთან რაც იქ ჩანდა. ის კი არა, უკეთეს რამეს გეტყვი. ვიყავი საბერძნეთში 92 წელს, სწორედ აფხაზეთის ომი დაიწყო, რომ ჩამოვედი და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ის იყო სულ მოგზაურობა, ასე ვთქვი. ხო და მოგეთ ამაზე ცალკე შეიძლება ბევრი ლაპარაკი, უბრალოდ რის თქვა მინდა, იქ იყო აღმოჩნდა მაშინ იპოვეს პოსეიდონის ქანდაკება. იქ იყო უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკება, ეს პოსეიდონი შველი დგას წვერით და შვილს ნუ ჭიმავს შვილდი არა აქ, მაგრამ აი ეს ის არის ეგრე იყურებენ. ძალიან მაგარი ქანდაკება, მუზეუმში დგას ცენტრალურ იმაში, ფოიეში. და ნუ გავუყურებ მეც და ნუ რაღაცა გაიფშე და იქ თლა რაღაც მილინიცა აპარატი მაქვს რა და მეთქი გადავიღებ რა. რაღაც. ხო და როგორი ქანდაკება იცი რომ აი ამას ხო ჭიმავს, მაგრამ იდეაში აი ემოცია რაც მოდის არის რომ აი იხლიჩება თითქოს რა, აი ეგეთი იმით ამაში მოვაქცევ თუ არა ამ ჩარჩოში, აი ეს ტიპი ხდება ეგეთიც კი არა. მოვაშორებ და არ გადავიღე რა, იმიტომ რომ ეს არ მინდა.
ხო არაფერი არ იცვლება ის ქანდაკება არ იცვლება ჩარჩოში აჯენ რა აი ესე სივრცე მე ვიფიქრე რომ გავალთქო და ვიყიდი ალბათ იქნება ატყრიტკან რაღაცა ვიღაცის გადაღებული ფოტოგრაფის უფრო აი იგივე და იქ მივხვდი შესაძლოა რომ აი ქანდაკება და არქიტექტურა არ შეიძლება წიგნით ასწავლო რა აი ფერწერა კიდე შეიძლება ნახატი მაინც ბრტყელია და რაღაცა ემოცია მოდის და ქანდაკება ეგ არის რგვალი რომელსაც უნდა უარო ხო ყველა მხრიდან სხვანაირია და მე რატომაც ჩვენ ვსწავლობთ ამას ფოტოგრაფის არჩეული რაკურსით მთელი მსოფლიო წინიდან როცა ამას აქვს მილიონი კუთხე და ანუ სხვა რამე რა სხვა მიდგომა ჭირდება ხო იმაზე თუ გიფიქრეთ მაშინ სილამაზე რატო გვიზიდავს ესე ალბათ ცოცხალი არსებებიდან ადამიანები ვართ მე მგონი ეგეთები რომელსაც სილამაზე იზიდავს ან სახეს არ ქმევს და რაღაცა ხო ნუ ეგ კიდე რა არის სილამაზე და არის მშვენიერება რომელი ჯობია რა სხვაობაა და ლამაზი შეიძლება იყოს ლამაზი კაცი თქვა და ლამაზი ქალი არის რაღაც კრიტერიუმებში ჯდება რა და მშვენიერი არა რა შეიძლება არ იყო ლამაზი მაგრამ იყო მშვენიერი აი ეს უფრო მაღალი ეტაპია იმისა რა სილამაზისა რა ნუ მშვენიერი მდგომარეობის ალბათ ნუ მაშინ მშვენიერება ჯობია ხო იმიტომ ლამაზი იცი რა შეიძლება იყოს აი ლამაზი კაცი მოგწონს მე არ მომწონს რაც იცვლება რომ ლამაზი კაცია მაზალოა ცოტა რა კი გასაგებია ალენ დელონი მაგალითად ვინ არის ხო ნუ ალენ დელონი ხო ალენ დელონი მაგრამ უფრო ვიზე ითქვა ხო ვინ არის და გასავიძე ადრე კიდე იყო უფრო ეგეთი უფრო ხო თუმცა ცუდი არ არის რას ვერჩი და ალენ დელონს უკვე ყველას ენაზე აწერია როგორც ხო აი ალენ დელონი ხო თქვათ რა ლამაზი იცი როგორ ეხლა რაღაც ისეთი რამე უნდა ვთქვა რა ვთქვა და ეხლა ლეონარდოსთან შედარებით და მიქელანჯელოსთან შედარებით ვთქვა რაფაელი აი მე ცოტა მეგოიმება ძალიან ისეთი განცხადება რა ალბათ თუ გინდათ ამოვჭრე მე არა მოვჭრე აი ცოტა რაღაცა მგონია რომ აი ცოტა წაუგოიმე ხა იგივე რა არის გოიმე ხა რომ მკითხო ნუ აი გონიშნული მოკ გოიმსას ვეძახით მაშინ აი რაფაელს ცოტა ძალიან რა უფლება მაქვს მაგრამ ნუ ჩემი აზრი ხო აი რაღაცა აქ ცოტა ისეთია თუმცა ის აი გოიმი შეგვიძლია განმარტება რაღაცა მიახლოებით მაინც ვთქვათ თუმცა აი ყველა ხმარობთ ამ სიტყვას დარწმუნებული ვარ ყოველდღურად თუ არა ორ დღეში ერთხელ მაინც რაღაცაზე ვიტყვით რომ გოიმობა ან რაღაცა ნუ კი ალბათ გოიმი აიცი რა ალბათ ხეპრე uvitsi და აი თავის რაღაცა რო წარმოდგენა რო აქვს ზედმეტი თავის თავზე და თავისუფლებას აძლევს რაღაცა ალბათ რა და არა და კიდე ალბათ გოიმი არის რომ ხო აი როცა არ იცის რაღაცა და კაცი გოიმი აიწყე რა შეიძლება სიყვარული თქვა გაიგე ნუ წაუგოიმე ნუ არა ხო არის რა იცი მე მაგალითად ძალიან შეათქონია ეგეთის რომ აქოდა რა უნდა ამას პარლამენტში თქვათ ვიღაცას რა ნუ აი უტიპწლუ რაღაცა ტიპი და თქვათ იმაზე სიბრაზე კი არა ნუ რაღაც მე რო ხვდები რომ იმაზე არ უნდა გაბრაზდე რა იმიტომ რომ არიცი სად გაიზარდა არიცი რა გარემოში გაიზარდა არიცის რაღაცები უბრალოდ ელემენტარულად ხო არის ხალხი ვიღაცამ რაღაც არიცის იმიტომ რომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ რაღაც ერთნაირად უყურებთ ყველას და არ არის ეგრე ხო ვინ რა პირობებში იზრდება ვის რა ამდენად რაღაცები არ იცის ნუ ვიღაცასთან ჩვენთვის რაც რაღაც მორალია და რაღაცა იმ ოჯახში სხვა მორალი იყო რა და ეგრე იზრდება ადამიანი იმისთვის ქურდობა რაღაცა ნორმალურია რა კაი პონტია დაჟე ამდენად შენ იმას ვერ მოთხოვ იმას გაიგე და არ იცის უბრალოდ აი იმას უნდა გაბრაზდე რომ ის ვინ დასვა იქ თორე იმან რა დააშავა აი როგორც ინვესტორზე მე მქონდა გამოსვლა რაღაც წინააღმდეგი ვიყავი გარკვეული მშენებლობების თბილისში და იქ ინვესტორები გქონდა იქ იცი რა იქ თქვი რომ მე ინვესტორის იმაზე განათლებაზე ახლა ვერ ვიზრო ინვესტორია ბიზნესმენია მიცეს უფლება და აშენებს აი რატომ მიცეს ამაზე ელაპარაკე რატომ მიეცით ამ ადგილას ეგეთი სახლის მშენებლობის უფლება თუ იმან ის რო აშენებს ის აშენებს ნუ არა არ ვიძახის თორე არ უნდა მიცე ხო თორე რატო იშოვა ფული ვიღაც კრეტინმა ამაზე ჩვენ ვიფიქროთ ეხა ნუ იშოვა რა მოახერხა მოატყუა მოიპარა არ ვიცი მაგრამ შენ აქ ქალაქში რატო აძლევ უფლებას რომ იმან ააშენოს აი ეგ არის
პრინციპი, გაიგე და არა ის. რაღაც პასუხისმგებლობა იმაზე არის. ის რო გოიმია, ნუ გოიმი არ იცის, ხო, არ იცის. არ უსწავლია. თავში დაეცა რაღაცა, არ ვიცი და მდიდარია ეხლა. ხო. და ეს ეხლა მშვენიერება და სილამაზეზე დანწავედით მან და რატო თუნდაც მშვენიერება დავარქოთ, რატო ვისწრაფით მაგისკენ? მაგაზე თუ გიფიქრიათ. ცოტა ხნის წინ შემხვდა, არ ვიცი ამდენად ნამდვილი არის ესე დათვიზის და რაღაც ჰორიზონტს გაყურებს, ესე გამომძრებლად და ეწერა რომ დათვებს აქვთ ეს დათვებს ახასიათებთ რომ შეუძლია დაждნეო და საათობით უყურონო ჰორიზონტს რაღაცა შეიძლება მზის ჩასვლას რაღაცას, მაგრამ ნუ ალბათ ადამიანებს გვაქვს ეს მისწრაფება, ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ რაღაცა ამაში ბევრი ფული შეიძლება გადაიხადოს ადამიანმა დრო დაუთმოს რომ რაღაცა გახადოს ლამაზი ამ მშვენიერი. რა ერთი საწყისი გვაქვს რამე თუ აი რატო ხდება ეს? არ ვიცი ხა ამას წეთ რაღაც იმას უსმენდი რაღაც კონფუცის რაღაცა გამონათქვამებს და რაღაცა მეებს არაკებს თუ რაღაცა და იქ რაღაცაზე იყო და აღარ მახსოვს ახლა ზუსტად რა იყო, მაგრამ მზის ჩასვლაზე იყო ლაპარაკი და ნუ ამოსვლაზე შესაბამისად და რომ ესეთი რამეა რა, მნიშვნელოვანი და გამახსენდა რომ ჩემი პირველი მოგონება აუცნაურია, რომელიც ისე მახსოვს კარგი. და მე მგონი ეგ იყო ქვიშხეთში, მე რო უთხარი და ახლობ მამაჩემს ყვევარ ხელში აღვანელი, ანუ არ ვიცი წლინახევრის ორი არ ვიცი. და მახსოვს რომ ეგრე გავიშვირე თითი და როგორ იყო იცი ხმა არ არის უხმო კინოსავით მახსოვს რა იმიტომ რომ მამაჩემ მახსოვს რომ რაღაცას მიხსნი და ოღონდ პირს აღებდა გავიშვირე და ძალიან დიდი სტაფილოსფერი მზე ჩადიოდა უზარმაზარი და მე ვკითხე რომ აი ეს რა არის თითი გაში და მამაჩემი რაღაცას მიხსნიდა და აი ეს კადრი მახსოვს და მე რო დაადგინეს რომ ალბათ როგორ გახსოვსო ეგეთი რამე მახსოვს რომ თქო წლინახევრის იყავია შენო ქვიშხეთში რო ვიყავითო და რაღაც ხო რა არის მზის ჩასვლა და მზის ამოსვლა რატო ვიზიდავს ეს ნუ იმიტომ რომ აი არის ის საოცრება ალბათ რაც იცი ბუნების აი ისეთი რომელიც ცალკე გარკვეული ენერგეტიკაც არის ხო ახლა თუ შეესწრები ახლა მე ეგ მაგ ქალაქში მაცხოვრებლებს არ აგვაქვს ხო მზის ჩასვლა მზის ამოსვლას ვერ ვხედავ მე ხა გადასული ვარ სოფელში სადაც წინ მაგ ხედი კავკასიონი მყინვარი ერთ-ერთ ინტერვიუში მინახავს დღეს იყო ინტერვიუ ხო კი ბატონო და იქ არის რა იცი რატო არის აი ძალიან მაგარი იქ რატო მომწონს იმიტომ რომ აი ქალაქს როგორც მიკელანჯელოს ეკითხეს როგორ აკეთებოდა არ ზედმეც ვაშორებ ქვასო და ტოვებ იმას რაც საჭირო აი ყველაფერი ცუდი რაც ქალაქს აქვს რა მე ვძახი ის რომ სუქსაღალს გეჩქარება საცობები ენერგეტიკა ხო რაღაცა ხალხი გაღიზიანებული არა უაზრო შეხვედრები დროის ხარჯვა ვიღაცა საცობში დგომა გამონაბოლქვი ტელევიზორის უჩართული და რა აი ეს ყველაფერი რომ მოიშორო და რა რჩება? ნუ საოცრება რაღაც. აი ეგრე ვარ იქ რა. იქ არის მხოლოდ კაი ემოცია, გაიხედავ კავკასიონი ჩანს თუ არა ჩანს. დღეს მინდვრებია ჩემ პირდაპირ რომ განაპირას ვარ, გახვალ იქ რაღაცა ყვავილები თუ ბოსტანი თუ რაღაცა ან არაფრის კეთებაც, ნუ იქ ხატვა არა წერა, ეგ ყველაფერი შედის სახში 1000 რამის გასაკეთებელი, მაგრამ არაფერი არ უნდა აქ და არც არ გეჩქარება რა. გინდა გააკეთე, გინდა არა. ისე არ არის რა თუ არ გააკეთებ წვიმა არ ჩამოგდის მაგრამ ნუ შიგ რაღაც შესაღებია თუ რაღაცა და ნუ ამოგდა არ ვაკეთებ მაგრამ რის თქვა მინდა იცი რომ და იქ აივანზეც რო ზიხარ და იმას უყურებს ერთს რა ის არ გჭირდება ლოტოში ჯდომა და მედიტაცია აი უბრალოდ ჯდომა და ხო და ხარ ბედნიერი და რის თქვა მინდა და იცი რომ იქ ამდენად ისიც აღარ არის ხო უძილობა ვერ ვიძინებ რა ვერ იძინებ რა როდის არის როცა დილით უნდა ადგე ხო ადრე და ამიტომ ვერ იძინებ და ეს არ გეყოფა ის ძილი და ხარა წამლებსავ და რა. იქ ეგეც არ არის, არც არ გეჩქარება რა. მე მაგალითად სულ აი 8 საათზე საღამო შეიძლება მიმეძინოს ტახტზე ბუხართან, ხო? მე მეგვიძება 3-ზე. მე მეძინა 5 საათი. მეგვიძება, ამიტომ დგები, ვიკეთებ ყავას, დავждები, დავიწყებ ხატვას ან რაღაცა. მე ისევ შეიძლება დაიძინო რა. ან ღამე გამეგვიძავ თქვა აი დილისკენ ტუალეტში მომინდა ან რაღაცის გამო. უცებ თუ ვატყობ რომ ისეთი დროა უკვე თან გამოძრა რომ ბარემზე ამოდის. ვიცახ რა ბარე დაველოდები ცოტა ხანი და უყურებ ზის ამოსვლას.
მე 11-ზე მიიძინებ ცოტა ხანი კიდე. ანუ იცი რა, ეს ხდება ორგანულად ხდება, შენი ღვიძლი, ძილი აღარ არის არასდროს, როცა კიდე მაშინ დაიძინე, ამიტომ გაყავი რა რაღაცნაირად. იმიტომ ღამეც არის საქმე გასაკეთებული, რაღაც ლექსებს ვწერ ხოლმე, ხატავ. ღამე მუშაობა ხო? ხო, ანუ იქ ღამეს თავის რაღაც кайფი აქვს, ხო? და ამდენად ყველაფერი ისეთი დაბალანსებულია, უცებ გარიგო რაზეც არ გეჩქარებ, თუ უძილობაც არ მაქვს, საერთოდ არაფერი არ მაქვს, ვაფშე ნერვები მშვიდად გაქვს. საერთოდ კარგად ხარ და ნუ ნერვები რაც დავარია, ხო, ძალიან მშვიდდება. და ხო, ამ სილამაზესთან ურთიერთობა, აი საღამოს იგივე ეხლა მზის ამოსვლა შეიძლება ყოველდღიურად ვერ ნახო ამ დროს გეძინოს რა, მაგრამ მზის ჩასვლას ნუ ფაქტიურად უყურებ და ყოველი მზის ჩასვლა არის სხვანაირი. აბსოლუტურად სხვანაირი, სხვა ფერით, სხვა იმით და ხო და ეგ ისეთი რამეა რა, ხა იმის მაგივრად რო აი ეს ყველა ოჯახში ლამის ხო, უბრალოდ ჩართულია ტელევიზორი, რომც არ უყურებდე ფონად გესმის, ძირითადად ნეგატიური ან რაღაცა და ნუ აი არაფრის მომცემე ტვინი ტყილა რაღაცას მაინც ამუშავებს ხო რაღაცა. და იქ ხარ სხვა რამის თუ რამე მუსიკას დადებს. იგიც არ ჩიდო ჭიკჭიკია იქ სულ რაღაცა ხდება რა. ხო და ნუ აი ეგ ხო არა ქალაქის ტემპი და ხმაური ძალიან ეგ მე ვთვლი რომ ფუფუნებაა რომ თუ გაგამის საშუალება როგორ წახვი და ბევრი ვერ წავა ხო მაგრამ ბევრ შეუულია ვინც ონლაინ მუშაობს ხო პრინციპში და ამ საქართველოში 90% ხო აქვს ოფერი რაღაცა სახლიან 90% აქ ნამდვილად და თან არა პატარა მიწები ბევრის აი იმათი მიგვირს რომ ჩამოდიან ხო ვისაც აქ რა და ჩამოდის და აქირაობს და რაღაცა და მთელ ფულს ავი რაღაცა და ამ უბედურებაში ირევა. აი ამას რო არ ვაფასებთ, იცი? იმის სიმდიდრეს რომელიც გააქვთ, რომ რო ხდები, რომ შეფული არ გაქვთ, მაგრამ მიწა გაქვთ რა, რომელიც ძალიან ძვირფასია. ხო. გუდალეცზე და მზის სამოსვლაზე გამახსენდა ერთი ისტორია. დიდი ხნის წინ ჩვენ მეგობარს სახლია გუდალეთში. ვის აკაცადა? ავაი ძალიან დიდი ხნით 20 წელზე მეტი არის ალბათ გასული რა. ხო და მოგერ წავედით და მთელი ღამე გავათენეთ სმაში და გართობაში ბევრი ვიყავით რა ალბათ 15-მდე ადამიანი. და ეს მისი სახლიც იყო იმათ თქვა რომ აი ექვე არის გორაო და იქიდან ძალიან ლამაზია მზის სამოსვლაო. და ნუ დასვენები ვიყავით და ყველას გავიხარ და წავედით ახლა ბარემ უკვე მთელი ღამე გათენებული ქონდა და უყუროთ მზის სამოსვლას და წავიღეთ სკამები. და დავუდგით ეს კამები და თან დავიწყეთ საუბარი და ველოდებით ის სამოსვლას და ამ საუბარში აქ მე უკინდან ამოვიდა ეს მზე, ანუ ყველას უგვეგონა რა იქნება დავსულიყო. მე მივხვდით რომ გათენდა და მზე გვარანდებდა და ესე გავმაზეთ მზის სამოსვლა. დიზაინის ნივთების at ფორმას და რასაც ვეხებით ამასაც აქვს ჩვენზე გავლენა ხო? ხშირად ისეთი რომ ვერ ხვდებით და მიფიქსირებია რომ ხანდახან რაღაცა შეიძლება იმ ნივთით ვერ აკეთებ და მე აღმოჩნდეს რომ ფორმა არ მოგწონს ან ფუნქციონალურ მხარეს კი გულისხმობ აი დიზაინის უბრალოდ ნივთების დიზაინზე ხო? ნივთები ავეჯი ტექნიკა სახლის დიზაინსაც ამხედრდა მნიშვნელობა განათებას ეს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას სულ რომ ამაზე არ ფიქრობდე მაინც ახდენს მე ეს მგონი ხო კი როგორ არ ახდენს როგორც იგივე თქვათ შეიძლება ვერ ამჩნევდე რატო ახლა რესტორნებზე რო თქვა მე რესტორნებს ვაკეთებ ხოლმე და პირველი იყო ჩემი პურპური ესეთი ანუ ჩემი რესტორანი იყო ამიტომ არ მყავდა დამკვეთი რა და ამიტომ ვაკეთებდი რასაც მინდა ის გავაკეთე და მე ყველაზე კარგი იყო და ეგ იყო ნუ მე დაიწყეს ეგეთ პურპურის კეთებები ასე იცი რა მაშინ არ იყოს ვინტაჟი არ არის რა ჩვენ არ ვიცოდით ეგეთი მიმდინარეობა მოგეთ მე ვინტაჟამდე დავიწყე ვინტაჟი რა და აი ეს რო აი ძველი ავეჯი გაურესტავრირებელი შეიძლება დადგა ეს ფაქტი თვითონ და აი ეგრე ძველი აბაჟური გახეულის რო იყოს ეკიდოს და გახეული ხალიჩა იყოს და ასე შემდეგ ასე შემდეგ მაგრამ იქ რატომ ახსოვს იყო აი ძალიან ბევრი ვერ ხვდებოდა რატომ მოწონს იქ რა იქ რაღაც თეფშები ეკიდა იქ რაღაცა ის იყო და მაგრამ იქ კარგი იყო აი ამას აკეთებს დიზაინის სწორი გაიგე რომ იქ შეიძლება ვიღაცა მიცის რატომ მოეწონა შეიძლება თქვა ხო დიზაინში ვერ ერკვეოდა ვიღაცა ანის დაინაყარებს ბევრი ვერც ამჩნევს იმ რაღაც თეფს და იმიტომ რომ დადია მთელი ხანი და მე უკითხეთ რომ აუ ის რა ეს ეკიდა აქ მე თავიდანვე ეკიდა მაგრამ აი ეხა შეამჩნია რაღაც დეტალი თქვა მაგრამ აი საერთო გარემო გაიგე იმ ხუდროების შექმნისა რა აი ეგ არის რომ
იმდენად ის მნიშვნელოვანი თვითონ ნივთი კი არ არის, მაგრამ ნუ ეგ არის რა იცი, გასხვავება ალბათ მე როგორ ვაკეთებ, მე არ ვიცი დიზაინს როგორ აკეთებენ, იმიტომ რომ მე არ მისწავლია. მე თუ ვასწავლი ხომ ვასწავლი მე როგორ ჩემ მიდგომას. და ეგ მე ჩემი მიდგომა არის როგორც ხატვასთან, როგორც აი ნახატს რო ხატავ. ნახატს რო ხატავ, ხო შეიძლება ერთი რაღაცა იყოს სხვანაირი და ეს აქვს სხვა რამე და ანუ ეგ რაღაცა ჰარმონია უნდა იყოს მთელ ნახატში, ხო? ხო. შენ რაღაც ჰარმონიას ხმნი აი ამ მონაკვეთზე. და ამდენად ეს თუ ჰარმონიულია ყველაფერი იქ რა. მაშინ აქ იჯდები თუ იქ არ აქვს მნიშვნელობა რა. ჰარმონიულია ყველა მხრიდან. იგივე არის ჩემ როცა ვაკეთებ ინტერიერს, იქ ვაკეთებ, რომ არაფერი არ ყვირის ზედმეტად. კაი, ყველაფერი თუ არის ერთმანეთთან ტონალობა უნდა იყოს დაცული, რა. იმ წითლის, ლურჯის, თქვა, შეიძლება ჭრელი იყოს, მაგრამ ერთი ტონალობა მაინც უნდა იყოს. მაგრამ ამაზე მე არ ვფიქრობ. აი, რაზეც ვილაპარაკობდით, კაი. კი არ ამას ინტუიტივნად ვაკეთებ. იმიტომ რომ როცა ვხატავ თქვა ზეთში ხა ხوار ფიქრობ ყოველ წუთას ის ფერი აქ დავდო თუ არ დავდო შენ რაღაცას პალიტრაზე ურევ მე აურევ ხო ექსტაზია რა გარკვეულწილად ჩემი ხატვა ყოველ შემთხვევაში ვიღაცები ეგრე არ ხატავენ ვიღაცამ ზუსტად იცის რას ხატავს მე მოგეთ არ ვიცი რას ხატავ რომ ვიწყებ მე არ ვიცი რა იქნება ნუ თუ რაღაც ნაწილყვავილები მაქვს კი მაგრამ პრინციპში არ ვიცი ხო და ვიღაცები ძალიან ზუსტად იციან აკეთებენ ჯერ რაღაც კროკებს მე გადააქვთ კონტური და მე იწყებენ მის გაფერად მე კი არ ვძახე ეს ყველა გზა მისაღებია, ხო? გაგაჩნია შედეგი რა არის და ყველა სხვადასხვანაირად ხატავს, მაგრამ მე ვაკეთებ აი ეგრე რა, რომ რა სხვათა არ ვიცი. ამიტომ რომ მე როცა ვაკეთებ ეგეთ ინტერიერს თავისუფლად უფრო აი ვინტაჟურს დავარქვათ, ხო? იქ არ ვიცი მე ვცვლი რაღაცებს, შუა უცებ შეიძლება შევცვალო რა, თუ უცებ დიდი აბაჟური ვნახე უზარმაზარი რაღაცა შინდისფერი და ის თუ დაიკიდა, მაშინ ბუნებრივია ეს თუ აქ კიდია, მაშინ ამის ფონი სხვა უნდა იყოს. ხო. კედლის, კაი, ამიტომ აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რაც აი ბევრმა მერე დაიწყო. კაი არის რომ ბაძავენ რა, ანუ რომ გადააქვთ, დავარქვათ დაბაძვას, მაგრამ სწორედ რომ გაიგონ ამაზე გწყდება გული ზოგჯერ რომ მაშინ იყო პურპურის მერე გადაწყვეტეს რომ თავარია მონჭყრეული სკამი იდგას და აბაჟური ეკიდოს, კაი, იმიტომ რომ აბაჟურებს მანამდე არ კიდებდნენ რა, ამ ძველ აბაჟურებს და ეგ ტუალეტში კაბები და რაღაცა და ეგ არ არის რა. აქ არის რა ფერის აბაჟური, რა ფონზე და რამ სიმაღლეზე კიდია, კიდე. ამასაც არ აქცენტ ყოლაზე. აბაჟურის მთელი кайფი რა არის, რომ მაგიდაზე რო ზიხართ, იმ სიმაღლეზე უნდა იყოს, რომ თვალებში არ განათებდეს სინათლე. და ანათებდეს მარტო მაგიდეს და სახეებს აი აქამდე თვალს ქვემოთ და აი ეგ ინტიმი იქნება აქ და ყველაფერს ხედავთ, მაგრამ თვალებში მიხდი ეგ არის და აი აქ ზემოთ რო დაგიდებ აბაჟურს რა, უყევი თვალებში განადებს აბსოლუტურად სხვა რამეა. ხო და აი ეგ არის ამის ცოდნაა საჭირო და არა აბაჟური ახან აბაჟური დავკიდოთ აბაჟური. ნუ აი ეგ ამდენ გულის წყდება რომ რაღაცა კი, ბევრი არის, აი, უბრალოდ ვინტაჟისტვის რო ვინტაჟურია, რო ერქოს რო ვინტაჟურია, მაგრამ ვინტაჟური, ანუ აძველებენ ხეს, კაი, ამის ვინტაჟი ეგ არ არის დაძველება. ვინტაჟი არის ძველი თვითონ სიტყვა ვინტიჯი, რასაც ნიშნავს, მეგობრ, ძველი ავეჯის გამოყენება ძველ მდგომარეობაში და არა ახლის გაკეთება და დაძველება რაღაცა. ხო, ანუ მარტო ხის შაბია მარტო მისი სიძველი არ არის. ხო, აი, ეგ უკვე ეგ იმიტაცია, კაი, და ეგ გოიმობა ხო არ არის? კი. ეგეც გოიმობა. ხო, რომ ამას ვერ ერქოს რომ ვინტაჟია. ხო, და ნუ რაღაცა და ხო, აი გოიმობა რა. გოიმობას ძალიან დიდი ბევრი ასპექტი ისეთი ისაა რა, ამპლიტუდა. ხო, იმასაც აისახება მე ეგ ეს რომ მოგიტანენ ასე ჩაუკვეთავ როგორი სიამოვნებით შეჭა მაგასაც ეხა ზოგი ქართული რესტორანი არის რაღაცა უბრალოდ 4 თეთრი კედელი არის და მაგიდა დგას და მეტი ანუ არის რა რაღაც რესტორანში ხო ძალიან გემრიელი შევა მოგიტანონ მაგრამ ისეთი გარემოა რომ სიამოვნო იმითიც ხო რასაკვირველია ეგეც არის ხო ეხა გამახსენდა ამსტერდამში მე და ჩემი მეუღლე ვიყავით ერთ-ერთი რაღაცა კოქტეილ ბარი იყო თან ისეთი იყო რომ მიდიოდი უნდა კარზე ზარი დაგერეკა და გაგიღებდნენ და მე შედიოდი და იქ მახსოვს რომ მთელი ყოფნის განმავლობაში სულ ეს ვათვალიერებდით იმდენად ნაფიქრი იყო ყველა კუთხეზე და როგორი განათება ეკიდა თითქოს აი ხა ნუ მე რო დამავალ რა თქმა უნდა არა ეს ჩემი პროფესია არ არის და საერთოდ მოვიფიქრებდი რომ ის ნივთი იმ გარემოში რაღაცას მოუხდებოდა მაგრამ მაგალითად ერთ კედელზე იყო კაფელი
რაღაც დეკორატიული მეორეზე რაღაცა თამაშო მაიმუნი ეკიდა რაღაცნაირი და აი თელი ყოფნა გავატარეთ იმ თვალიერებაში როგორი სასიამოვნო გარემო იყო რა და ნუ მე ის კოქტეილიც უკვე სხვანაირი გახდა იმის დალევა და რაღაც საღამო შედგა ხო ეგ არ იყო მარტო სასმელა საჭმელაც ნუ აი ჰოლანდიელებს კოქტეილსაც ვიზუალზეც ნაზრუნი იყო რა ჰოლანდიელებს აქვს ძალიან მაგრად განვითარებული იცი რისი დიზაინი და წარწერები ნიშნები ეს განსაკუთრებით მაგრები არიან ამაში რა და პლუს და ყველაფერი ნუ დიზაინი ესეთი მაგრამ აი მაგალითად წარწერები არის საოცრება აი ტრასაზე რომ მიდიხარ თქვა ხო ძალიან ძნელია თუ გაცდი და არ ჩაუხვიე მე როდის მოგიწევს ხო აი იმდენჯერ არის იმიტომ რომ ეხა მიწევდა ჩვენ ჰაივეიზე სიარული და ნუ საშინლელი წარწერები გვაქვს რა მაგეთ როგორც რომ წერია და მე მაქარა დავამტვრე კიდე რომ ჩაუხვიე ბაღდადში მივდიოდი რა ბაღდადში უნდა წავსულიყავ და ტრასზე გაგა ბაღდადი მარჯვნივ გადაუხვიე და ჩაუხვიე და უცებ ორად იყოფა და არ ვიცი საით წავიდე მიხდი აი ჩვენთან არის პრობლემა თუ არ იცი ეგრე რომ ბაღდადი საით რაღაცა ნუ შანსე ხო და იქ არის აი ეს წარწერები ძალიან კარგად 4ჯერ არის ხდება და გადადიხარ ნელ-ნელა იქ 4 გზა არის რეანიმე და ასევე არის რა იცი ძალიან მნიშვნელოვანია მე ყოველ წელს დავდიოდი ჰოლანდიაში ჩემი ძმა ცხოვრობდა და მიწევდა სიარული და სულ ბარებში დავდიოდი და ვაქცევდი ეგეთ რამეს აი მაგალითად რომ შედიხარ და WC რო აწერე ტუალეტი რა ჰოლანდიურ სადაც არ უნდა შეხვიდე ნუ ეგრე იყო აქამდე ოშტოში კაფეში რაღაც ხდება შეიძლება ძალიან პატარათე წეროს მაგრამ ზუსტად თვალისიმაგრე რომ ამჩნევ აი დასაწყისში დაინახავ და არ ფიქრობ მაგრამ რომ მოგინდება შენ დგები და პირდაპირ მიდიხარ არავის არ ეკითხები აი აქ რამდენჯერ ყოფილი ოფიციალს ტუალეტი საით არის ხო? აი აქ უბრალოდ წარწერა საკმარისია, დიდი არ არის საჭირო. იყოს პატარა, მაგრამ აი იმ ადგილას რომ შენ რომ შემო პროსტა დააფიქსირო რა. იმიტომ მე მივაქცევე ყოველდღე ბელგიაში რა არის 9 საათია. აი არ არის, ბელგიაში შედიხარ იქ შეერნოვდით რაღაც მთელი დღე და ნუ რაღაც მომიდე და მეთქი რომელიმე ბარში შევა. შედიხარ ვერ ხვდები. მიჩვეულა ჰოლანდიურებას. ნუ იქ მიდიხარ მე ეკითხები, კი ბატონო გეტყვიან და მე ბრძანდი, მაგრამ აი ჰოლანდიაში ეგ მიქცეული მაქვს რა ამას უბრალოდ რა აი როგორი კულტურაა აი ამ რა ქვია მას საწარმო ის დიზაინი თუ ხო კი თან ხო ჰოლანდია ეს და კონსტრუქციების და კონსტრუქციული ნუ ბელგიელებიც მაგრები არიან ავეჯის და დიზაინი ეგეთი და კონსტრუქციები ხიდები, ნუ ჰოლანდიელებს გეცალკე რაღაც პლუსები აქვს. ხო, ჰოლანდიელი განსაკუთრებით მომწონს და ამსტერდამი ძალიან მომეწონა. თან კიდე დიზაინში ძალიან ყურადღებას იქცევს ხოლმე თითქოს ორი დეტალი, რომელსაც მე სულ ესე უყურებ რაღაცას, რომ მე როგორ გავაკეთებდი და უცებ ორი დეტალი არის ისეთი, რომ აი ვერასდროს ვერ მოვიფიქრებდი, რომ ეს ორი ერთმანეთს უხდება. და იქ არის და არა, კარგია რომ იფიქრებ, ესეც განსაკუთრებით იმას იწვევს ხოლმე, ხა ის კოქტეილბარიც რო ახსენეთ, მახსოვს რაღაცა აი საბჭოთა კავშირის დროს ხატავდნენ რაღაცა ხო რაღაც ხო რა შეხედა და მიხვდები რომ იმ ეპოქიდან არის რაც უნდა იყოს დახატული რაღაც თითქოს ეგეთი კაფელი იყო მაგრამ საერთოდ სხვანაირი რაღაცა დიზაინის რაღაცა ეკიდა იმასთან ერთად ხო აი ეგ გემოვნე იცი რა არის ეს გემოვნე მართლა ძალიან რთული ალბათ გამსაზღვრელი რამეა რა ხო მე ვერასდროს ვერ მოვიფიქრებდი მაგრამ რომ დავინახე მომეწონა რა ხო ნუ აი როგორც კიჩი თქვა კიჩი რას ქვია ხო აი გოიმურ სოფლურ რაღაცა ესთეტიკას რა იდეაში აი ნუ აი სოფლებში ხო არის თქვა რაღაცა რო იყო რომ აი დუხაბორებს ქონდათ იმებს რაღაცა მაკმანები რაღაც დადებული თოჯინა ხო რაღაცა ნუ აი ამას გულისხმობ რა ამას ქვია კიჩი ან ეგეთი რაღაც გაფერადებული ფერადად კერამიკა რაღაც ისეთ ხო და ნუ კიჩია და ნუ კიჩი თან ცოტა უგემოვნობას ნიშნავს რა მაგრამ შეიძლება ეს კიჩი ისე დადო რაღაც სიტუაციაში რომ ის იყოს შვენიერი ანტიკური ვაზების გვერდზე უცებ. ნუ თქვა, ან აბსოლუტურად სხვა გარემოში, მაგრამ აი ეს გამოყო და სადღაც ჩასვა. აი გარი ნიჭი რა, ალბათ, როცა შენ შეგილია რაღაცა სწორედ რა ვიცი, დადო თუნდაც რა. ხო. იცი ახლა გამახსენდა ეგეთი ის არის რა ქვია, იყო რომელიც საუკუნის იაპონური ტრაქტატი არქიტექტურის სადმე სახლი როგორ უნდა ააშენო? და იქვე იყო მე ისიც რომ ეგეთი ცნება სავით რომ აი რაღაცა ბამბუკი იმ რაღაცის და ფუძიამას ფონზე არის მშვენი.
ეს ფენშუის ოჯახიანი არის თუ სხვა რაღაცა? არა, ფენშუი კიდე ის არის მის მდგომარეობა. არა, ეგ რაღაცა, რა ვიცი, ესთეტიკის ტრაქტატი ასე ვთქვათ. და სახლის მშენებლობის რა იყო, რომ ესე პირველი, როგორ უნდა დადგა სახლი. რომ თუ ჩანს ფუძიამა, რასაკვირველია იქით უნდა იყოს პანჯარა, გავაზე არ არის ლაპარაკი და თუ არა ჩანს, მაშინ რაღაც მთების პლანი, თუ არა, მაშინ ერთი ნაძვის ტოტი მაინც უნდა ჩანდეს. ხდება ამათი ესთეტიკა, ეხა ის კიდე განსხვავებულია იაპონური ესთეტიკა, გინდა ძველი, გინდა ახალი, გინდა თანამედროვე რა. ნუ ამათ კიდე საერთო აი გაყვანილი აქვს რაღაც ძალიან მაღალ დონეზე, მე ეგრე ვთვლი. ხო და აი ის რომ ეხლა თუ მოვაყოლე რომ აი ის რომ ბამბუკი რაღაცის ფონზე რომ ხელოვნება ეგ ხონდა დაინახო და თქვა რა. ხო, თქვა ძრაური. ან ის რომ ხა მაგათ რაც აქვს ხო ეს ქვების ბაღი რო რაღაც სულ 30 ჩანს თუ რაღაც აღარ მახსოვს როგორ არის 33 კვადრებს და ყველა მხრიდან ჩანს 32 თუ რაღაცა და მაგ ფილოსოფიური ბაღია სასწაულზე ხარ და ეგ რაღაცა უნდა ხო ფიქრო და ამ კვეთთან როცა მუშაობთ ხოლმე ეგ არის ალბათ ყველაზე რთული თქვენთვის, როცა რაღაცას გააკეთებ მოგწონს და მე იქიდან არის ისა რომ ეგ კიდე სამშობლოდ ეს სხვა დავკიდე ცალკე თემა ჩვენი დამკვეთები აქვს, იმიტომ რომ გიკვეთავს ის ვინცაც ფული აქვს, ხო? ვისაც ფული არ აქვს, ის ვერ გიკვეთავს სამწუხაროდ. და ვისაც გემოვნება აქვს, ის თვითონ აკეთებს რაღაცას რა და ზახშიათ ყოფილა რომ მე გიკვეთს რომ მე რატო დამიკვეთეს, იმიტომ რომ მიკვეთავ იმიტომ რომ რაღაცები ნანახი გაქვს ესე იგი ჩემი ხო და იქიდან გამომდინარეა რა და ეგ თუ არ მოგწონს ან არ გინდა ან იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად იყო ხო რომ იგივე რესტორანზე თქვა ვიღაც უნდა რესტორანი ახლა ჩემი ყველა რესტორანი თუ რაღაც იყო რომელიც ჩემი цаრი ხო წილში ვარ ამ ჩემი დიზაინით და იმით და იქ არის რომ იგივე შავი ლომი ხო რომელიც იყო ადრე სოლაქში იყო ახლა იქით არის იქ ჩანდა იმიტომ რადიატორის მილები პირდაპირ არ იყო დაფარული იქ მავთული მიდის აი ეგრე ჩამოდის თქვა და არავის ეგ არ აწუხებს პირიქით რა ძალიან კარგად გზნობს ხალხი იქ და პურპურიც ეგეთი იყო რა მაგრამ ეგრე რომ შევთავაზო და ის მოწონთ თქვა მაგრამ მე რომ ეგეთი რამე შევთავაზო რა ის დავტოვოთ უნდა გარი პირადი შეურაცხყოფა იმ ვიღაცისთვის კაი და ითხოვენ როგორ ამეს ცი რომ იქ ვინო დავფაროთ თქვა იგე ხა გავლაკოთ იქ აპრანჭოთ მე ითხოვს ყველაფერი ხა რაღაცა რო არის ძალიან გაპრიალ მე გაპრიალი ეს გავარესტავრაციოთ ეს ძველი მაგი კი ბატონო და მე რაღაცა გამოდის სხვა რამე აბსოლუტურად იგე აი ის იკარგება ის ხიბლი იკარგება ის რო შენი მოდიხარ თავისუფლად ახარ მოშვებული იმიტომ იქ რაღაც მილიჩას იგე მაგრამ ის აქ რა არის ან რაღაცა იქ მილები გადის თქვა კანალიზაციას ხო შეიძლება სადღაც ჩანდეს რა ნუ გამოდის ხო ყველა არის ავე დაფაროთ ეგ რაღაცით ხო და იწყება იმის დაფარვა თქვა და დაფარვა ძვირი ჯდება ან იფუთება კიდე რაღაცას კიდე უფრო ქვემოთ ჩამოდიხარ კიდე უფრო აქცენტს აკეთებ რომ აი იქ რაღაც დავფარეთ და არის როგორი თემა იცი რომ აი უბრალოდ შაბადღება მიჭერსას იმასაც და იგნორს უკეთებ რა და მე აი განათებებით აბაჟო აგან იქ არ გახედებ და თუ აიხედებ ვაფშე ვერ ყურადღება ტვინიც არ ჩერდება, იგივე მომენტს. და всё, რა არ არის, კი, რო აიხედო რომ მიეშტერდე, კი, იქ არის, მაგრამ ნუ მე ხა სტარტაპში თუ არის, რა მოხდა ეგრეზებოთ რაღაც გადის, ხო? აი ეგ არის, რაზე მიგაქცეინო ყურადღება რა. რა შეგიძლია ხა წამიყვანო, ჩემი ლაპარაკი იქით საერთოდ გინდა თუ მაგარი ხარ, ხო? იქ რაღაც ჩააგდო, რაღაც ინტრიგა გამ. აი ეგეთი თემა შეგიძლია შენ აი ისე უნდა გააკეთოს ინტერიერი, რომ იქ ზემოთ არ აგახედო. იქ ის გაჩვენო რაც მე მინდა რომ შენ გაჩვენო. ესე რამდენჯერ ყოფილა რომ გააკეთეთ და პირდაპირ მიიღეს როგორიც გააკეთეთ. კი, ყოფილა, ეგეთი ხალხი, აი კალა ჯგუფი, მაგალითად კალა არის ეგეთი რესტორანი ერეკლემა, რომ რავდიდან მუშაობს პირველი რესტორანი. აი მე გაუკეთე, ეგ იყვნენ პატარები იყვნენ, კეთი და ბაჩო მაშინა თხოვეს და სწორედ ამის მერე გავაკეთე პურპური რა. და იქ გავაკეთე აი ძალიან ისე უბრალოდ ფაქტურად დავეხმარე და იმის მერე ძალიან მეგობრობთ ჩვენ და მერეც რაღაცები აი ის იყო რომ აი წამომყვნენ და იმიტომ რომ ეგენი დადიოდნენ მანამდე ჩემ გაკეთებულ კაფეში სტუდენტები იყვნენ ჯერ კიდე აკადემიის აპოლო იყო ეგეთი ოპერასთან ეგეთი კაფე რომელიც გავუკეთე ჩემი შვილის ნათლიას და ესე და ძალიან ლამაზი ფოტო კაფე იყო და იქ დადიოდნენ მერე ის აიღეს და მერე აი ეს პირველად ეგ რაღაცა
მოუნდათ და აი ეგ იყო მე კიდე სხვაებიც გაუკეთე მაგათ თქვა და იმათთან პრობლემა არა მაგრამ არის როგორ ამეცება სახლზე თქვა სახლში შენებენ და ქმარი და ცოლი არის ძირითადად დაკავებული თქვა იმით რომ ამით და ყველაზე მეტად რა უნდა იცი რომ თქვა თვითონ გადაწყვიტოს რაღაცები და შენ თავი უქნიო რა და მე თქვასო თქვენი გაკეთებული მე თქვასო ჩემი გაკეთებული ხო ეგ ძართულია რა ან იმიტომ რომ რაღაც აბრეხვებენ რაღაც ჟურნალში რაღაც პანჯარას ნახავს კარსა ვაფშე სხვადასხვა კავშირი რო არ აქვს და აი იქ რო გიხდება მე ამ რაღაც ხელოვნების ისტორიის კურსის წაყვან რომ აუხსნა რომ ეს ამასთან არ მიდის მაგრამ ყველაზე კარგი არის ხამე რა იცი რა მე ესკიზებს არ ვაკეთებ ხშირად რა ხო და არ ვიცი რა არის ეგრე მიჩვეული რაღაცა რენდერი და თან და მოგეთ არის ხომ მე ძალიან ეგრე ვყვები ემოციურად აი თან პირველი საბჭილება რაღაცა რა მაგ და ძალიან ხატოვნად უხსნი ხომ რა იქნება აი ეგ ადგილზე რა იქ იქნება ეგეთ ფერი და აქ იდგება ეგეთ რაღაცა დივანი მწვანე ციტენ სიტყვაზე რაღაცა ის იგი და იქ რაღაცა ყვავილები განათება ჭრდილები რა და ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ისე მოწონთ ნუ და დავიწყეთ ახლა კეთება ხო თქვა ეს პროცესი მიდის რემონტის და ნუ ნელა სანაფერმენ და მე ამ რაღაცას ვცვლი მე რაღაც სხვა აზრი უკეთესი გაჩნდება ხა შენ რო თქვი რომ აქ ეს იქნება რა თქვი მე უხსნე კი მაგრამ უკეთესი ხა თუ არა არ გავაკეთოთ უკეთესი ვარიანტი კი ხო და ნუ რა გინდა მაგრამ ნუ აი ძალიან რთულია რა მაგრამ ბევრი არის რთული რომ აი მართლა არიციან და მე ფიქრობ რომ მაგის სახლია ნუ ხა ის ხო არის ნუ უნდა ეგრე ნუ რა ვქნათ გოიმი რა ვქნათ ხა ამას ხო ვერ გამოვასწორებ და ნუ ეგრე უნდა და ნუ თან ფულს იხდის და ნუ მე შენ წიგიდებ კაი და აი ხო რაც გინდა აკეთე ნუ კაი აკეთე ხო რა ვიცი ნუ ხა მაგის უკვე ცუდა ადამიანურად რა ნუ ხო ეგ მოწონს ეგა და ხო და მაგრამ აი ეგეთივე მაგ ხომე რაზე ის აი მეკითხები ხშირად რა აი როგორ უნდა ბინაში მაგალითად დაურეგიათ და ვთქვეთ რა საძინებელში რაფრად შევღებო კედლები მოგრა ტენდენცია რა მეუბნები რომ ისა საძინებელი ეს იმდენად ინტიმური პირადი რამეა თქვენი რა მე რა ვიცი ხა აი რა ტენდენციას ამშობ თქვენ ვისთვის აკეთებთ ამ რემონტს მეგობრების სანახავად თუ თქვენთვის აკეთებთ ხო აი საძინებელში მეთქი აი საძინებელიც რა ფუნქცია აქვს თქვენთვის რა რამე გინდა რომ პირიქით ქმარი უფრო აეღზნოს თუ არ აეღზნოს თუ რა გადა დაეძინოს მალე ნიშნულობა ან რა ფერი გევასება რა პროსტო რო უყურა ხა მე მეთქი რომ დამე ლიმონის ფერი რო გამიკეთე მე შეიძლება გავგიჟდე და რაღაცა 7 მე ეგეთი ვარ ხო ვიღაცა პირიქით რა გიჟდება ის კი რა მახსოვს აი ამაზე იყო ლაპარაკი ერთი ბიჭია რა და აი სახშიო რემონტი და გავაკეთო და მე ვთხარი ხო იცი რა აი ძალიან პირადია მეთქი რა იგივე სამზარეულოში არ ვიცი მეთქი აი ეგავ თქვი რომ მე ლიმონისფერი მაღაზიანებს და ძალიან თუმცა ლიმონი თავისთავად მომწონს და მიყვარს მაგრამ ლიმონისფერი კედლები ნუ ჩემთვის ძალიან ცუდი აი ლიმონისფერი რო გააკეთო მეთქი და რაღაცა და უნდა იმის თქმა მინდა რომ რაც რა მაგარი რა მითხარიო და მე მითხარ ზუსტად ეგრე შევღებეო ლიმონი და იაზე მწვანეო და ძალიან მაგარია ნუ გაიგე აი ძალიან პირადია რა ამიტომ ვეუბნებოდი ხოლმე აი სამზარეულოშიო კაფელიო რაფრად შევღებოთო იქო იმის უკან რა სამზარეულოში ამიტომ აი ხო შენ უნდა იდგე ქალი მეუბნე შენ დგეხარ ხო ძირითადად სამზარეულოში აი რაც გევასება ის გააგდო შენ უნდა უყურო იმ კედელს რეცხავ თუ ჭრი თუ რამე და რას მეკითხებ არჩიე რა შენ რომელიც მოგწონს და მე იმას შეუფარდოთ თქვათ თვითონ იმ ავეჯის შეიძლება ფერიან რაღაც მაგრამ აი აქედან გამოდი აი სწავლება შეიძლება ეგეთი რამეები ასწავლო და აზე მოიყვანო გაიგე რომ სწორი მიმართულებით დაიწყონ აზროვნება რა ხო ვასაგები აი ეგ არის ალბათ და რაღაცები აჩვენო და გააგებინო ხო ნუ რაღაცა ხა ვიღაცა უფრო აი ეს ლამაზია რა ეს კარგი ეს და ხა კი ეგრე მე მაშინ რაღაც ხელოვნების ისტორია და რაღაცები ჭირდება კი ბატონო რომ ალბათ უფრო მეტად გაერკვე ხო ასაკთან ერთადაც იცვლება ეს თუ რაღაცა არიდაც სურჩება გემოვნება და აღქმა არა გემოვნება და აღქმა ალბათ აი მაგალითად მე მაქვს ხოლმე რაღაც Facebook-ის მემორი რო გიჩვენებს რომ რაღაცა 15 წლის წინ რაღაც სიმღერა გავაშიარე მომიც მომწონდა და დღეს მოусმენ და იმას საერთოდ უსმენდი რომ ფიქრობ რა მომეწონა ამაში მაგრამ მაშინ მომწონდა
და ეს უნივერსალურია ესა თუ მე მჭირს ეგეთი რაღაც. არა, ქონიათ ეგეთი რაღაც, რომ წასულში რაღაც მოგწონდათ და ეხლა საერთოდ არ გესმით ეს რატო მოგწონდათ. იცი რა, მე მქონია მიყვარდა მაგალითად. ვიღაც. და მეთქი ეგ როგორ მიყვარდა. მაგრამ ამიტომ ეს სიყვარული სხვა რამეა, იგი რაღაცებს ვერ ხედავ რა. იქ რაღაცა რომც გითხრან არ იჯერებ იმას და არ აქცევ ყურადღებას და იქ სხვა რაღაც გიზიდავს. და მე მეთქი რა სულელია რა შტერი აი როგორ შეიძლება ვაფშე იქ უკვე სილამაზეც იმის ის რაც მოგწონდა ისე გეჩვენ ეგეთ რამე მქონია და მაგრამ იცი მე მაინც სიყვარულით უყურებ ხომ ეგეთ რამებს იმიტომ რომ იმას ხო თავის პერიოდი ქონდა და რაღაცა ის რაღაცა მუსიკა თუ არის ხო ის ალბათ ეტაპური იყო რა რაღაცა იყო ხო ტყილა ხო არ მოგწონდა კი შეიძლება ხა ეგრე ამ გადასახედიდან იმ პერიოდის სხვა ბენდები შეიძლება უკეთესია ვთქვათ მაგრამ რაღაც პერიოდია გაიგე და რაღაცა რა ხო ეგეთი რამე კი და ქალაქზეც როგორ აისახება ხა რაღაცა მოხსენეთ სხვა ქალაქები და დადიხარ იმ ქალაქში სადაც ზრუნავენ ვიზუალზე ქალაქის და ნაზრუნია და ეგ არის ძალიან ჩვენებული საერთოდ სხვა განწყობა გეუფლება აი იცი რა არის აი ძალიან სუდი რამე რაც ჩვენთან ხდება იმიტომ რომ საერთოდ არქიტექტურის ის იყო რა ქვია კომისია იყო ეგეთ არ არსებობს ხა მერიაში რაღაც განყოფილება რენდერები დამტკიცებ იყო კომისია იყო არქიტექტორები ვინც იყვნენ რეალური არქიტექტორები და ეგ რაღაცა მოედანზე რაღაც შენობა იყო ყველას გამოქონა თავის პროექტი და კონკურსი იყო ახლა მე რო ჩემი გამომაქვს შენი და ერთმანეთს თვალებში უყურე რომელი ჯობია ისეთია რა იქ მართლა ირჩევდით ერთად ვირჩევდით რომლის არის და რაღაც კენჭისყრა იყო გაიგე რაღაცა შეიძლება ვიღაცაზე გერთი ჩაიგდო, მაგრამ იდეაში ეს განხილვა ხდებოდა რა. და ის რომ აი ქალაქ განვითარების ინსტიტუტი საერთოდ აღარ აქვს. არ შეიძლება ქალაქში შენდებოდეს აი ეგეთ ქუჩაზე აი ამ ხელა შენობებს დგავდე რა. ხო. აი გამორიცხულია, გაიგე? და ამიტომ ეგ საცობე ბათუმი რასაც გავს ახალი ბათუმი, ხო? აი ესე რო ნუ ეგ მაგალითად რომ ვერ გაივლი და ეს ქალაქ გეგმარება, ეგ არქიტექტურა ჩემი ხობია და გაიგე ჯერჯერობით რაღაცებს რომ ანგრევენ იმას რის დაანგრევას არ შეიძლება რომელსაც რაღაც ისტორია გარკვეულწილად ეგ ცალკე თემაა კიდე მაგრამ აი ეს როგორ გამტვირთოთ მე მახსოვს სხვა შორის პირველი ისა რაღაც მიმიწვიეს ტელევიზიაში სწორედ კალაძე რომ მოვიდა მაშინ იყო რომ აბა არჩევებს მივცემთ რამე მნიშვნელობა კონდეს გონია მაგრამ და აი მე ერთადერთი მეთქი თუ იმიტომ რომ ეგეთი ის იყო როგორ გამტვირთოთ ქალაქი როგორ უნდა განტვირთო ქალაქი? ძველი ქალაქი არის ძალიან ცუდი გეგმარება თბილისი. არის რუსთაველი, გადადის იმაში, რა ქვია, ერთი დიდი ქუჩა და სანაპირო. იქითაც სანაპირო და აღმაშენებელი. დანარჩენი წვრილი ქუჩები. 1.5 მილიონიან ქალაქში. ყველაფერი არის აქ, ტურისტულ ნაწილში, რა ვიცი, იუსტიციიდან დაწყებული, ყველა პარლამენტი და ყველა სამინისტრო სოლოლაკში და იმაშია, ნუ შეიძლება გაგიჟდე. და ამიტომ ეს ყველა მანქანა აქ მოდის და ხდება კატასტროფა. ხო შეიძლება იგენი გავიტანოთ მეთქი და რაღაც ფორს მაჟორი გამოცხადდეს იმიტომ რომ ქალაქის ის აღარ არსებობს გეგმარების კი არა და რაღაც გეგმაროა რა გეგმა აღარ არსებობს რაც გამთავისუფლდა საქართველოს ყველაფერი დავკარგეთ რაც მანამდე გაკეთებული იყო და არა გეგმები შექმნილი არის მაგრამ არა როგორ ელოდება ეს გეგმას უნდა იძახდნენ 4 წელი რომ გეგმა შეიქმნას მაგრამ ამისთვის მაშინ აქ უნდა გამოაცხადო ფორს მაჟორი აღარ უნდა აშენო არაფერი იმიტომ რომ ის სტანდარტი რაც გინდება გაიგე და აქ მიდის ამაშობაში ამიტომ ეს გეგმა იცვლება იმიტომ აქ რო უკვე 9 სართული აშენდა ესე იგი ის ხო რაღაცებს ასე შემდეგ რა ამიტომ მეთქი აი ხოდა გამოცხადეს რა მოდი რა ხო ტურისტულს რო ვიძახე ტურისტი რო გინდა ნუ არის ორთაჭალა ხო ხარფუხი სოლოლაკი მთაწმინდა ვერა პრინციპში ხო მოდი გავანებოთ რა თავი აღარ გვინდა აქ ჩადგმა რაღაცეების რა საბურთალოს სანახავად ხო არ ჩამოდის ადამიანი ხო მით უმეტეს იმ რაღაც ხო და გავანებოთ ამას თავი რა რახან ეს გვინდა და ხო შეიძლება შევინარჩუნოთ იქით რახან იქით შენდება იზრდება ქალაქი გასაგებია ძალიან ცუდია მაგრამ ნუ იზრდება იმიტომ ნახევარ საქართველოს თბილისშია ამიტომ გაიზარდა იქით ხო დიდი კომიკლდა მოდი რა ის გავაკეთოთ რა კარგად ხო ხალხი ცხოვრობს იქაც ხო იგეგმება და იქ გააქვს საშუალება რომ დაგეგმო რომ აი კარგად იყოს მოედნები კარგად იყოს ნაფიქრი იყოს რაღაც სადგომები ბაღები სკვერები და კაი უბნაბანი გაკეთდეს ნუ აი ეგ არის რა და
იქ ბათუმი ხო კატასტროფა ის ახალი ისა, სასწაული ეგ ვერ დადიხარ, ვერ აშენებ, ვერ ჩერდები, ვაფშე რა ხდება რა. ხო და ეს ახდენს გავლენას. და ეგეთ ქუჩებს წვრილზე. ჩვენზე გაცილებით მეტად ვიდრე გონია დღეს. ანუ ეს თითქოს არის რომ კაი არა უშავს იდგეს ეს იქ, მაგრამ ბევრად დიდ გავლენას ახდენს. მარტო იმ მომენტში არა იქ როცა წვრილი დავიწრო და გასასვლელი, მაგრამ მაგ მომენტში არა ზოგად ფონზეც მოქმედებს. ხო, აი ეხლა ისე მოყვები ერთი ჩემი მეგობარია ქალბატონი, ძალიან გემოვნებიანი ქალია, არ მინდა დავასახელო და ის იძახდა ამ არქიტექტურაზე ისიც განიცდის, ნუ ამებს რაღაც საშინელებები რო შენდება. სამწუხაროდ ცუდი რამეები შენდება, არა კარგი არქიტექტურა. და მე ვიცი ის მეშინია, რა ჩემი შვილები გოგო ყავდა რომელიც იზრდებოდა და იმიტომ რომ ამ გარემოში იზრდებაო და ერთხელაც რო გავივლით და უცებ აი ამ შენობაზე რომ მითხას რომ დედა რა კაი რა ლამაზი შენობაო აი მე რა ვქნა ესე იგი აი ამ გემოვნების ჩამოყალიბებაზეა იგი ლაპარაკი იმის აი ეგ რო თქვას რომ კატასტროფაზე რომ მითხრას რომ რა კარგია რამე ახალ აშენებული არის რომელზეც შეიძლება თქვა რომ მოგეწონათ გახსენდებათ ეგეთი რამე ჩვენთან ხო აი შენობაც არის დგა და აშენეს და კარგია ხო, უცებ არ მომდის, თუმცა არის შედარებით უცებ რაღაც ხდება, რაღაც შენობები, თუმცა ვერ ვიხსენებ. აი ეგრე სამწუხაროდ. ხო. სამწუხაროდ. მაგრამ არის რა რომ ნახავ რომ რაღაცა იცი, რაღაც პროპორცია, ფაქტურა, იქ აგური, ბეტონი კულტურულად გამოყენებულია, ვთქვა და ხო, ნუ ხდები რომ ეს არის რა. იზრუნეს მინიმუმ იზრუნეს ხო და რაღაც კი და არა არის შენდება ეგეთები ნუ რაღაც სახლები ხდება ხო ახლა თვალითაც ყველასთვის ჩანს რომ რაღაც შედარებით ნაფიქრია და ცოტა გემოვნება აქვს და რაღაც გარკვეულ არქიტექტურულ თქვათ აი ტენდენცია კი არა ის არქიტექტურას რა პრინციპები არქიტექტურას რა აქვს რომ აი არქიტექტურა კი როგორც ხიდები, კონსტრუქცია, რაღაც თანამედროვე უნდა იყოს, თქვა, კაი, იმიტომ რომ როგორც თქვა, აი არქიტექტურის მიხედვით შენ ადგენ რა პერიოდის არის, ხო? ის მონაკვეთი უბანი ქალაქის თუ რა ვიცი თუ რაღაცა, ხო, როგორ ვითარდებოდა. საინტერესო არქიტექტურა ისტორია რა. იგივე და ისტორია არის, იმიტომ რომ ეს არქიტექტურა, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგია შემოდის და რაღაც ახალი რაღაცები კეთდება რა. ამდენად ეს უნდა იყოს გამოყენებული, თქვა, თანამედროვე არქიტექტურაში. ახლა უცებ რომ დაიწყო ძველი გოთურის მშენებლობა, ნუ არასწორია. ამდენად აი ეს ტენდენციები და ეს თანამედროვე რაღაც ხედვები, როცა იცის ადამიანმა, ეს ჩანს რა და თუ ეს მე ხარისხიან არის აშენებული, კარგია. მაგას ვიძახი და არის რომ ნუ ძალიან ბევრი корпуსი ნუ აშენდება, იმიტომ რომ просто ბინები გაყიდონ. ეგეთ მაგრა კიდიათ და ეგეც ნუ იგრძნობა. ხო, ძველი შენობებიდან პირველი არის რომელიც გამორჩეულად გაგახსენდებათ? ჩვენთან? ხო, თბილისში. იცი რა, ძველი ან თუნდაც საქართველოში სხვა. არა, ნუ ძველი ბევრია რა, რა ვიცი ახლა ერთი აი ხო. ნუ ახლა მე ვმუშაობდი იმაზე და ამიტომ ეს კარგად ვიცი, აი სარაიმის სახლი, სარაჯიშვილის სახლი, მწერლის სახლი, რომელიც არის მაგის რესტავრაციაზე და აღდგენაზე მუშაობდი და შიგნით და იქ რაღაცა სხვენში ძველი რაღაცები ვიპოვეთ ავეჯი და მოგეთ მთელი ძალიან ჩართული ვიყავი და ძალიან ისე მოვეკიდე. ძალიან საინტერესო სახლია ის მაგალითად რა. ძალიან საინტერესო სახლია ჭონქაძეზე 2 ნომერში ზემოთ დგას ეგეთი გუმბათიანი სახლი დგას რაღაცა, მაგრამ აი ეგ რითია ის საინტერესო რომ გამოყენებულია უამრავი სხვადასხვა სტილი რა, ეგეთ ეკლექტურის, ანუ გერმანული ხო ხეები როა ჩაყოლებული ხომე კოჭები, აი ეგეთი ელემენტებიც არის. ბაროკოს ელემენტებიც არის, გუმბათი და ის არის ბაროკო. უცებ გოთური სტილის ელემენტებია იქ რაღაც ქვის მოაჯირები და რკინის მოაჯირები, ეგ არის უკვე აი იუგენდ სტილი და რაღაც აი ეგეთი ერთად არეული და რატო, იმიტომ ეს ყველა ეს პერიოდი მანამდე იყო რა. გოთიკა იყო, მე ეს რაღაცა, მე ბაროკო იყო და ეს მე რახან აქინდოდნენ და რახან ეს გვიანდელია იგივე სოლოლაკი ხო რომელია მე-19-ის ბოლო, მე-20-ის დასაწყისში აშენებული ეგ და ევროპული არქიტექტურა შემოვიდა და ვიღაცა მოინდომა და აი ამ შენობაში არის ყველაფერი ერთად. ამითია საინტერესო ძალიან რა, იმიტომ რომ შენ როცა იქ რაღაც ქალაქია, შუა საუკუნეების ქალაქია, იქ რაღაცა სულ ბაროკოა, რაღაცა სულ და აქ არის ერთ შენობაში გააკეთა ყველაფერი. ნუ ეგრე უნდოდა რა, ხო. სომეხ ფლობელს. და ამდენად, ნუ კარგია რა. იცი, აი ეგ რაღაცებიც არის კარგი, როცა იქ სპეციალისტები მუშაობენ და კარგი ვთქვათ.
აი ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, იცი რა, აი ეს ეკლექტიკაში რა, როგორ ჩასვავ შეიძლება ორ სხვადასხვა სტილის ნივთს, აი თქვა სახლი მოწყობილი ეკლექტურად რა, ეგ რა სხვადასხვა სტილი, ხო, აი რაღაცა ავეჯს, უცებ ამ იუგენ სტილის ავეჯს ჩადგავ რაღაც კლასიცისტურ რაღაცასთან ან ამპირთან ან აი ისე უნდა გააკეთო რომ ეგენი ერთმანეთთან კარგად გრძნობდნენ თავს და მაშინ ის ჰარმონიული ხდება, კაიგე? თუ უცებ რაღაც ძალიან ამოვარდნილია კონკრეტული მაშინ უადგილოა. აი მანდუკე პრინციპი, მანდუკე ხედვის და გემოვნების ხო, აი ის არის რა რასთან როგორ წავა, კაიგე? იქ ძალიან რთული ასახსნელია ალბათ რა. აი რა დონეზე იქ ხარ რომ რაღაცა არის და აი რაღაცა გადაამეტებ უკვე არ გადაამეტებ რა. აი ზღვარი რა არის ეგ ვინ თქვა აღარ მახსოვს, მაგრამ გენიალურობა რა არის გენიალური. რა არის გენიალური? გენიალური არის ის გენიალური არისო ნიჭი პლუს ზომიერების გზნობა. ზომიერების გრძნობა არის ასე არც მეტი არც ნაკლი. აი ის არის გენიალური. აი რაზეც ვიძახით რა გენიალური. იმიტომ რომ აი ზუსტად ზღვარზე. აი ცოტა მეტი იქნებოდა კიჩი, ცოტა ნაკლები იქნებოდა ნიხვატკა რაღაც. გაიგე? და აი ეს ზომიერების გრძნობა საერთოდ მე მიმაჩნია რომ ზომიერების გრძნობა მე მივხვდი ეგ რომ მითხრეს დეჩემა მითხრეს ყოველთვის ეს გამოთქვა ვიღაცის ნათქვამი. ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერების გზნობა. აი გაკეთებს რა? არც გადაამეტ ვარს დააკვარს და ყველა ხელოვნებაში, აი ყველაფერში რა, საქმიანობაში, აღყოფაში, აი ზომიერების გზნობა რა. ეგ არის ძალიან რთული. ვითომ რა უნდა, ხო არაფერი, მაგრამ არა, აი ცოტა მეტი მოგივა და უკვე თავხედი ხარ. ცოტა ნაკლებად მოგივა და რაღაცა ტიპი ხარ. აი ზომიერება ძალიან რთული რამე. და აი ეს ხელოვნებაშიც ზომიერების გზნობა სადაც დაცვა, აი ეს არის გენიალური. ხო. არც მეტი, არც ნაკლები, ასე ვთქვათ, ეს ქართული გამოთქვა როგორ? კი. თან კიდე უცნაური არის ახლა ეს შენობებზე რომ საუბრობთ, თითქოს ახლა ბევრად მარტივია აშენება გაკეთება ყველაფრის, ხო, შედარება რაც იყო მე-19 საუკუნეში. მაგრამ მაშინ უფრო ბევრ დროს უთმობდნენ და ფიქრობდნენ იმაზე როგორ გამოიყურებოდა შენობა ვიდრე ახლა. ხო, იმიტომ რომ თვითონ რაღაცა კანტი რო გააკეთო პატარა რაღაც შეცვალ ფასადზე, შრომა უნდა და შეიძლება რაღაცა საკვირველია და ძალიან ბევრი ხარჯავდნენ ამაზე, მაგრამ მაშინ აიმ დეკორზე, ხო, მაგრამ აკეთებდნენ რა. ამას და ეხლა უფრო ადვილი ეგ რო ქნა, მაგრამ აი აღარ ვაკეთებთ რაღაც. ხო. ხო, არ ვიცი, ნახე საერთოდ შეიცვალა იცი ხა ამაზე რო ვილაპარაკო და მართლა ყველაფერი იმდენად ფინანსებთან დაკავშირებულია და მნიშვნელოვანი თავარი უკვე ფინანსებია. ხო. რომ უკვე სხვანაირად ითვლება ალბათ რაღაცები. ხო. და ძალიან ინდივიდუალურია, ხა მეც არ ვიცი, მაგალითად, ახლა მე როგორ უყურებ და მე როგორ ვაფასებ საერთოდ ცხოვრებას და ყოფიერებას და ჩემთვის რა არის, ვთქვათ, მნიშვნელოვანი, რამდენად მნიშვნელოვანია რაღაც ფინანსები და ვიღაცისთვის საერთოდ სხვანაირად არის, ხო? სხვა მასშტაბებია საერთოდ და რამე და აი ბედნიერების განსაზღვრელი ეგ ამას არ არის, ხო? სხვა ამიტომ აქ ძალიან და ეს მიდის ყველაფერი აი რაღაც ფულზე მიდის, გაიგე და ამ ფულის მიხედვით რო ითვლება, ნუ რავი რა, აქ ძალიან ძნელია ილაპარაკო უკვე ან გინდა გემოვნებაზე, გინდა მორალზე, გინდა რაღაცებზე რა, იქ არის კარგი, პატარა შესვენება გავაკეთოთ. სპონსორი შეკითხვა გვაქვს, სოკარის შეისვენე და აივსე ენერგიით და როგორ იფრსებით ენერგიით. ალბათ ეს კუდალით სახლზე რომ მოყევით, ალბათ მაგის პასუხი ეგ არის. თუ კიდე არის რამე სხვა რაც იგრძნობთ რომ ამან ენერგიით შეგავსოთ, ახალი მოტივაცია მოგცათ ახალი. ნუ რა ვიცი, ახალ მოტივაციას მე მაძლევს რაღაცა კარგს რომ ნახავ რა, ვიღაცა თუ რამე კარგს აკეთებს რა. აი ეგ არის ჩემთვის ძალიან დავდივარ და მე ამას ყვები და ყველას უყვები და იცი მე იმდენად არ მაქვს ბევრს აქვს მაინც ხო რაღაც კარგური შური ან არ ვიცი ან იქა ან იმან კონკურენცია აი მე გარსო არ მქონია პირიქით მე იმდენად ხელოვნებით ცხოვრ და არ წარმომიდგენია ჩემი ვაშეყოფა ამის გარეშე იმიტომ რომ ძალიან პატივს ვცემ ფიზიკას იმაზე რაღაცებს მაგრამ ნუ არა აქვს ჩემთვის ამას ხო მათემატიკას
გაუგნებული ვარ ამ ხალხის იმით, მაგრამ ნუ აი მე არის თუ არ არის, მე ეგ არ მეხება რა, არც ვიცი და ამდენად უმაგისოდ ცხოვრობ, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა, ხა რა ცუდ სას დავინახავ, ცუდად ხვდები. თქვა, კარგს დავინახავ და დავდივარ და ვლაპარაკობ და უყვები ვიღაცებს. ამიტომ აი ეს კაი ემოცია ყოველთვის ძალიან מחარებს, როცა ვიღაცა რაღაც კარგს აკეთებს რა. მართლა კარგს აკეთებს, აი და სურვილი მაქვს დავახმარო თუ რამე შემილია, თქვა, არ ვიცი, მე თავაზობ ხოლმე. აი ეგეთი რაღაც ალბათ უფრო აი ეგ მავსებს და მავსებს ალბათ ეს გუდალეთი ნამდვილად რა, იმიტომ რომ აი ხაც იქიდან ჩამოვედი და ხა დღეს ვიყავი რაღაც კატე გადავიღე და ხვალ იქნება პასუხი და მაინც მოდიო შენცო და ამიტომ ვჩები დღეს თბილისში და თორე დღეს ვერ მინდოდა წასვლა რომ მიმესწრო მზის ჩასვლის. იცი რა არის თავარი კიდე კაი რამაშა რა. ყოფილა რომ აქედან ვიღაცებს ვეპატიჟები რომ არ ვეპატიჟები აქ ავარ და რაღაც ხვალ თავხდებით რაღაცას და მეუბნები ხო მეთქი მე ხა წავალ გუდალით საღამო და დილით ჩამოვალ. აქ მე რატომ მიდიხარო იქ დასაძინებლად მიდიხარო იქ მეუბნე არა გასაღვიძებ. აი ხო ვითომ ერთ იგივეა მაგრამ აი იქ რო იღვიძებ იქ სხვა რამეა რა გაღვიძება და გამოდიხარ და ნუ აი სხვა განხარ რა. სხვა რამე ხო ვიღაც შეიძლება არ არის არ ვიცი და მე მჭირს ეგეთი რამე მაგრამ ნუ ეგ ასაკისიც არის ალბათ თუმცა მე არა მაქვს ამ სახლს ვაშენებდით მე და მამაჩემი დავიწყეთ ნიკოლაძეში ვსწავლობდი ანუ მერვე კლასში მაშინ და იმის მერე 14 წელი ზაფხულობით ვაშენებდით მე 92 წელი იყო და აქ დაგვენგრა სახლი და ეს დაგვავიწყდა თუმცა აშენებული იყო მაგრამ არა ბოლომდე და 40 წელი მე ეგრე იდგა და ნუ აი რამდენიმე წლის წინ ავიღე კრედიტები და ნუ გავაკეთე ისე რომ იცხოვრო და ნუ ბედნიერი ვარ. იმიტომ მეგონა რომ არ დავიწყებ, იმიტომ რომ ნუ ხა კრედიტები კიდე და რამე და ჩემმა შვილმა მითხრა რომ აიო რაღაცა ხო არ გავაკეთე ნუ ჩემი შვილი რამეს მეტყვის იქ. ისეც უარს ვერავის ვერაფერს ვერ ვეუბნები და ახლა ვითუბეთეს და ნუ აი გავაკეთე და კიდე კაი გავაკეთე. ამდენად ხო და ეგ რატო მოვაყოლე იქ მახსოვს პატარა ვარ და ჩემი ძმა მეკითხება რომ რაღაცა აი ვისად უნდა ცხოვრება და რამე და მართლა პატარა მე ვთხარ მე მეთქი მთაში ვიმართ ერთი სახლი როა სადღაც დღესთან და იქ მეთქი და ნუ ძალიან ისე ვთქვა გაღიზიანება შენ რომ ბებერი ფილოსოფოსებით ლაპარაკობ და მართლა მინდოდა რა და მთელი ეს პერიოდი ნიკოლაძე რომ ამ სახლს ვაშენებდით მინდოდა რომ იქ ცხენი მეყოლება იქ რაღაცები და იქ ვიცხოვრებ იცი აი ეგეთ სურვილი ჩემი არ იყო ეგეთ ადგილას ცხოვრება და არა სადღაც და იმის საიშურებაც არ არის კორპუსი ჩადგან ჯერჯერობით არა ხო მაგრამ და ჯერ თბილისში არ მისულა ქუჩის დღეები შესვენებამდე ზომიერებაზე ვლაპარაკობდი და ალბათ ერთ-ერთი ძალიანაც რაც მომწონს ამ ფილმში არის რომ ყველაფერი ზომიერად არის ეს რაღაც ეს ფილმი არის ნარკომანიაზე მაგრამ ადამიანური ტრაგედიაც არის რაღაცა არ ვიცი დღე პირველი ნახვისას რომ შტაბ-ეჭილება დამიტოვა ეხლაც რომ ნახო დარწმუნებული ვარ იგივე შტაბ-ეჭილებას დატოვეს და მე იმის მერე ბევრჯერ მაქვს კიდე ნანახი ძალიან მომწონს პერსონაჟები ძალიან ცოცხალი და ნამდვილი გარემო არის ალბათ ყველაზე პირველი შეფასება რაც გამახსენდება არის ძალიან ნამდვილი ეს როგორ მიაღწიეთ ამას აი ეს როგორ მიაღწიე რა არის რომ ეგ არის ლევანისის დამსახურება რეჟისორის რომ პირველ რიგში ნარკომანიაზე რა ფილმი იმიტომ უსმინეს ერთ ამას ლაპარაკობდა რომ არ უნდოდა რომ გამოჩენილიყო აი ეს პროცესი როგორ იკეთებენ თქვა ნემსი რო არ ჩანდეს იმიტომ რომ მე სადაც მოვისმინეო რომ კაცი რომელსაც შეიძლება დაანება თავი აი ამას რომ ნახავ შეიძლება ისევ მოუნდეს აი გააკეთა ნარკომანიაზე ფილმი იმის გარეშე თქვა ნუ კაიგე გადასარევად ნარკომანიის ამ სამყაროს მძიმე მხარე არის გადასარევად მაინც ნაჩვენე ხო აი ეგ არის ძალიან მაგარი მეორე ის რომ მე რო უთხარი იმიტომ რომ მე არაპროფესიონალი რახან ვარ და რატომაც ეგრე გადაწყვეტეს რომ მე მეთამაშა მე მაშინაც ეგ უთხარი რომ ლევან მე ეგრე გავაკეთებ როცა ვიდეოთი აბაფსინჯოთ რაღაცა და მე რეჩვენები და პროდიუსერებს აი მეთქი რაც იქნება ეგ იქნება მე ვერ გეტყვი რომ მე მეტს შევძლებ ან სხვანაირად შევძლებ იმიტომ რომ არ ვიცი როგორ უნდა ვქნა მე არ გამივლია სკოლა რომ ამ და არ ვიცი როგორ უნდა იქ რაღაცა და ის ნახეს და კიო დამტკიცებული ხარ უცებ და აი მაშინ კი ვიფიქრე რომ ეგ რაზე რა მივქარემ და უცებ მე ვიგრძენე პასუხისგებლობა რა რომ თავარ როლზე მიდიხარ რაღაც იმაზე და აი ეგრე თავიდან
თავიდან დავთანხმდი რატო იცი ეგეც შეიძლება ეგეც ყველაფერი მოქმედება ვიცოდი ეს მერაბნიძეს უნდა ეთამაშა ეგ ფილმი მეგობარია ჩემი ვიცი რომ უნდა ჩამოვიდეს და ნახავდა რა და საქმის კურსში ვერ შინაარსიც ვიცოდი იმიტომ რომ რეალურ ამბავზეა რაღაც გაკეთებული იმისაც ვიცნობდი და ვიცი და არ ჩამოდის მერაბი რაღაცა და მირეკავენ რა ამ ფილმზე უნდა და მეთქი იმასაც გაუკვირდა ვინც დამირეკა იმასაც ვიცნობთ რომ კინოში მიმუშავია მხატვრად რაღაცა და ვიცნობ ყველას და ნუ მარეკინებედო კი ვიციო ალბათ არ დათანხმდებიო მაგრამ ნუ მაინც უნდა კითხო რა ეგეთი ამ როლზეო რა მერაბიო ვერ ჩამოდისო სასწრაფოდ ეხარი ხო და ძალიან მჭირდება ფული რა ფული მინდა ძალიან იმიტომ რომ ჩემი შვილი სწავლობს პოლონეთში და გადასახდელი მაქვს წლის რაღაცა $1000 და ნუ არ ვიცი საერთოდ ნავი და მე ვთხარ იცი რა მეთქი ეს ფილმი ვიცი თქო შინაარსიც ვიცი მეთქი ეგ არის გაცყოფული და დაახლოებით ეგეთ მდგომარეობაში ვარ მეთქი მოვალ მეთქი და ნახოთ მეთქი და მარინა კულუმბეგაშვილს ვეუბნები მეორე რეჟისორი ვიცი და ნუ მივედი და მაშინ ვთხარი რა ეგრე მეთქი რა თუ გინდა არ გინდა და ალბათ აი ეგ იყო რა იცი რომ იქ და რაც ვთხარი რაღაცა დიალოგები ჩემთვის იყო ყალბი არა ის რაც ნუ მე გავლილი მაქვს მეტნაკლებად ის რაც იქ ხდებოდა და ეგ ვთხარ რომ მე ჩემებურად ვიტყვი რა როგორც ამას ვიძახდი თქვა და როცა და კიო არ არის პრობლემა თქვიო რა შენ იმიტომ რა იქ უკვე ხადრის სხვანაირად იღებდნენ ხო კინოს მე გახმოვანება იყო აქ არის რომ მიკროფონი გაქვს ამიტომ შეგვიძლია ძალიან ჩუმად აი ამ ინტონაციით ილაპარაკო და ეს ისმის მე რა ხო ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს შენი და როცა იცი მე გავიაზრე როცა შენ არაპროფესიონალი ხარ და შენ გეყალბება ტექსტი მე არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა ის არაყალბად ხო აზზე არა ვარ ამიტომ მეც ვიძახი ყალბად და როცა ბუნებრივად ვიძახი და აი ამაზე რო წამომყვა შესაბამისად მე ეგ სტილიც წავიდა გადავიდა აი ამ სხვა ჩემ გვერდზე ვინც დამყვება ის პარაოზა იქ რაღაც მიხდი უკვე აი ეს სცენარი გადაკეთდა თუ უბრალოდ ეწერა და თქვენ არა ნუ რა მიდიხარ და ამ წამალზე რო ელაპარაკებ ცოტა შენი სიტყვით რო თქვა და შენი იმით თქვა აი მაგას იგივე თქვა ოღონდ ოდნავ ხო გასაგები შენებურად და ამიტომ გამოვიდა ძალიან ბუნებრივი იმიტომ რომ აი მე ვიტყოდი რომ ძალიან ბევრი ჩემთვის ქართულ კინოებსაც არის ნარკომანიაზე და რაღაცა ქეშებზე და რაღაცა თამაშობენ ხო და რო ვიცი რომ ყველა ის მსახიობი არის ნარკომანი და ქეში ამ დროს მეგობრები არიან ჩემ ვიცი და თამაშობენ ყალბად აი მაგას ვიცი იმიტომ რომ იქ აი მიუხედავად რომ მსახიობები არიან აი ბევრს ქონდა რომ ყალბად თამაშობენ ნუ ყალბია აი გეყალბებ ხო ბევრი კინო არის და ეგ არისო ყალბი არა ხო აი ხო ახლა მე მარტო ამის გამო არ არის რეჟისორის დამსახურება ბუნებრივი ეგ მაგრამ აი ამ ჩემთვის ამ ჩემმა ინტონაციამ და იქ როგორ თამაშობ მე არ ვიცი აი იქ რამდენიმე სცენა უფრო ჩემი აზრით მძიმე რაც კარგი გამოვიდა იქ ცოლთან როა იქ რაღაც ფეხი ეწובה და იმიტომ რომ აი ეგ როგორ ვითამაშე არ ვიცი რომ იცი როგორ რთულია როცა მსახიობი ხარ ალბათ ძალიან მარტივია შენ რაღაცნაირად შედიან მე მინახია ნატა მურვანიძე როგორ ემზადება იმიტომ რომ მეზობლები ვიყავით ყოველი სპექტაკლისთვის როგორ თვეებით ადრე იწყებს იმ ნივთების იმ პერიოდის რაღაცების ყიდვას რომ შედის აი ამ იმაში გაიგე მე არ მქონდა მე იქვე ვიძახდი ამას ვიგებ და აი იქვე იმპროვიზაცია იყო სულ რა მაგრამ იცი როგორ როცა არაპროფესიონალი აკეთებ მე ესე იგი ძალიან ჩემი არ არის ეგეთი რამის თქმა ხო მაგრამ აი რაღაც ცოტა შენებურად უნდა აქციო რომ აი არც მეტი იყოს არც ნაკლები და აი ამას როგორ აკეთებ არ ვიცი ეგეც ექსტაზური როგორც ხატვის დროს რომ მე არ ვიცი რას ვხატავ აი მე იქვე ვაკეთებ ეგ არისო წინასწარ მომზადება რეპეტიციები რა და სხვა შორის აი ამას რომ თამაშობდი თქვა მე არაპროფესიონალი სხვა მსახიობები იყო რამდენი იყო აბა კიდე ერთი დუბლი თქვა და რა ხდება აბა ვინ რაც სულად არა შენ კარგი იყო ლევანი აი და მსახიობები თქვენ აი ცოტა მეთოდით როგორ წესი კი აი ბირჟაზე რო გახართ ექსცენებიც სკოლასთან რო ბირჟა არის ასე ვთქვა და აი ეს ახლა მამა რო გადმოხტება და გიორგი ყიფშიძესთან სცენები აი ამაზე ვეუბნები ლევანს უთხარი რომ მეთქი ლევან გასაგებია რომ ეს მორფინისტები ცუდი ხალხი მაგრამ ეგეთიც არა მამა გადმოხტა და წამალი მომეცი არა ნუ ეგრე უნდა იყოსო რა ეგო კი მესმისო რომ ეგო გადამეტებული რამეა მაგრამ ეგ მჭირდება რა რომ ეგ აი ეგ საჭიროა და აი იქაც ეგ ჩემი ტექსტია ახლა რომ მივდივარ ამას ფიქრობდი ახლა კაი ნუ რა უნდა ახლა წამალი გინდა ფული გაატანე გასაგები ის მივიდა მამა გადმოხტა და დავარდა მკვდარია და შენო მიდიო და ჯიბეშიო ჩავყავიო და ვითომ უღებ ჯიბიდან იმას მეთქი ახლა ეგ ნუ რა მხეცი უნდა იყო არა ნადირი უნდა იყო ხო
მაგრამ თან ეგ ტიპი არ დამოკიდებულება მაგას არ არის ეგეთი მაინც და და აი იქ მივდივარ და აი იქ იყო მაგალითად იქვე მე მოვიგონე ტექსტი რომ ამასთან მივდივარ და ვეუბნებ ხა გადავხვევ და რაღაც დავადებ ვითომ ხა ეს არის რომ და ის მეთქი ბიჭო ხა სანამ ხალხი მოვიდა მოდი გავიკეთო შენც უკეთ იქნები გახდები ამას ვაბავრო ვითომ ერთ ამას იქ მე ვიგონებ რომ ჩემთვის იყოს ორგანული ამის თამაში გიგე აი ეგ განსხვავება და ამას მინდა კიდე ურჩი ალბათ სხვა რეჟისორებსაც ვინც არაპროფესიონალებს ათამაშებს რომ მიცენ აი არაპროფესიონალს უნდა მიც არაპროფესიონალს შენ უკვე ირჩევ იქიდან გამომდინარე თვითონ უკვე რა ტიპია ხო და თორე მაგარ მსახიობს შენ ათამაშებ და ის აკეთებს იმ გმირს ქმნის და ამიტომ ის მეუშვი რომ თვითონ ის იყოს რა იმიტომ ეგ ორი სხვადასხვა გზაა კი და მაგ სცენაში ჩანს ზუსტად აი ეს დამოკიდებულება რას უშვება ადამიანს რა ნაბიჯებს ადგმევინებს რა ეგ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა არის ჩემთვის რა და ძიმესაყურებელი იყო თან გუშემატკივრობ როგორც თავარ როლში ვინც არის და მე უყურებ რომ აი ამის გაკეთება უწევს აი თავისი სიზუსტის გამო რა იუმორიც კარგი დოზით არის რამდენიმე საათილო მომენტი უცებ რო არებოდები მაგალითად მასწავლებელი მოდის მგლის კოსტუმით და რო დაარტყმევთ და რაღაცები არის სასაცილოც კი არა სასაცილოა და იცი რა იყო ძალიან კარგი არის რომ ეს ეთქვა ძალიან იმოქმედა ამ ფილმმა ძალიან ბევრ ხალხზე იმიტომ რომ მე თუ ცნობენ ამ მხოლოდ ჩეკის იმითი და ნუ ციხეში და რამე ხო ძალიან პოპულარული ვარ ბევრჯერ აქვს ნახე და მაგრამ ევასებით თუმცა ძალიან სასაცილო აი ისინი მქონია მაგალითად რომ მახსოვს იმაში ვარ რა გოგირდის აბანოში საერთოში მიყვარდა სულ დავდიოდი ხოლმე და დავდიოდი და ვიღაცა ბიჭო ეგეთი ულაშებიან ცოტა ეგეთი სახით ეგრე ჩემსკენ მოცურავს რა მე ცოტა სტრანდად მოცურავს მეთქი რა უნდა და მოვიდე და ჩეკიო კი ჩეკი და ნუ იქ თქვა რომ მე აქეთ იქით რა და მაგარი კინოაო და მამიშას დროა რა და კურდებს რო დაერიენ და მე ლოტკინზე ვცხოვრობო და ჩვენთანო ჯერ კიდე კურთული წესებიაო რა ეხა თქვენთან და კიდე რა და შენო კაროჩე ჯიგარი ხარო თუ გაიჩიტები ლოტკინზეო კაროჩეო ნუ ძმა ხარო რა და იმას გადაეციო კი ვიცითო რომ სახიობიაო ეს ჩამშვები რო ეს სალია და მაგრამ იმას გადაჯობი არ გაიჩიტეს ასე თან ეს უცნაურია ბევრი ძახტო რომ ბოლოს ბიჭო ის მე ზაღლები უნდა მოგეკლა რა და გაგეჭხირა ზე რას ვერ ხდები რა აი მე მკარნახ ვარ როგორ უნდა მოქცეულიყავი და სერიოზულად რო გეუბნება კაცი რა რო კინოში აი ეგრე უნდა გეკნა რა ხო კომედია ხო აი ეგ მომენტიც ხო და ერთი კაი რამე გაგახსენა ამის მიხედვით რომ ცნობენ რა და მართლა სულ მიკვირს იცი რომ ბევრი ხანი გავიდა და მსახიობი რო იყო ნუ გასაგებია რომ სახეს ცნობენ რამე და ერთი ეს კინო იყო და იმის მერე მგონია რომ რაღაც შევიცვალე კიდეც არ ვიცი როგორ ცნობენ ხოლმე ხმაზე თუ არ ვიცი რითი და ამას წინათ შარშანი იყო მე მგონი ჩემ მეგობარსა კიბო ქონდა და რაღაც წამალი აფთიაქებში აქ არ იყო და გაირკვა რომ ბათუმშია რა გავიგეთ და მოკეთ იქ ჩემ სიძეს თხოვე მივიდა იყიდა და რაღაც მარშრუტკას ატანს და გზაშიო დაურეკეო და მეც ურეკავ და ის მეთქი აი მე დაგხვდები სად დაგხვდებით მეთქი უკრიბაზე თუ სად დაგხვდეთ მე წამალელი გამოგატანეს თქო და არაფერი რომ ხო დათქმუნდებს მივედი და ურეკავ რომ აი მე ვარ მეთქი წამალელი რომ გამოგატან სად ახარ თქო აქა ვარ რა და მივედი და ესე მომენტალურად მიცნა ტიპი თან თქო იუმორი ქონდა და დამინახე შენ კიდე წამალს ელოდე არც უკითხე რომ ის ხო არ აღარა კიდე წამალს ელოდე ხო იქ აი ფილმი ძალიან კიდე მოვიდა ნახო რომ იხსენებდით იქაც თავიდან რომ პოლიცია დააგზდევთ იქაც ესეთი კურიოზულ სიტუაციაში ვარდებიან მანქანით არ უცნობენ არ გამოჩნდნენ და მოკლედ თან ძალიან ტრაგიკულია რაღაცები ძალიან სადაცილოა და მაგრამ ნახო მარტო YouTube-ზე ვიცი რომ ცუდი ხარისხი დევს YouTube-ზე სხვა როგორ წავასწავლე იცი რა მე მომისმენია კიდე რომ მასწავლებლებს ვთქვათ დიდი მადლობა და ვთქვათ რომ აი ეგ სკოლებში უნდა აჩვენო აუცილებლად ბავშვებს გაიგე ანუ აი ის რაც იყო იცი რომ აი ეს პრინციპში უარყოფითი გმირია, მაგრამ დადებითი გმირია. კი. აი რომელია ეს ჩეკი, უარყოფითია თუ დადებითი, გაიგე? ადამიანია ტრაგიკული, აი ეგ არის რა და აი ეს უკვე კარგი ის არის, გაიგე? ის კი არა ის ცუდია, ის კარგია. აი სწორედ კიდე მაგაზე ეს სცენა გამახსენდა, რომ ესე ბირჟა არის, თქვენ გახართ აქ
და ეს სკოლის მოსწავლეები ქვევით რომლებსაც უნდათ რომ ასევე წამალი იშოვონ თქვენთან ერთად ქვევით რომ დარბიან და თამაშობენ და ეს რაღაც კი ახალი თაობა ისევ იგივეში რომ იძიება და კარგი ფილმია ძალიან მოკლედ ვისაც არ აქვს ნახე ურჩევ რომ აუცილებლად ნახოს YouTube-ზე დევს ყოველ შემთხვევაში კარგი ხარისხი არ მან დამაიც მაგრამ რაღაცა არის ესეთივე არის აღლუმი ქვია მეორე ფილმს აღლუმი ქვია იქაც ასეთი ბუნები იქაც იქ ერთი რა არის რომ ამ რეჟისორმა ნინო ჟვანიამ მე რო უთხარი რომ იცი რა მეთქი მე და არჩილ კიკოძე ვთამაშობდით ორივე არაპროფესიონალი იმანაც ერთხელ ლევანის კინოში შემდეგ კინოში ითამაშა მწერალია ძალიან კარგი და არჩილი და კაი იუმორის და ენის პატრონი და გოგა ბიბინაშვილი რომელ ფილმში ითამაშა ბრმა პაემნებში ეგ არ მოგწონდა იქ ითამაშა ეგეთი როლი და პირველად და მე აქ მოკეთ ორმივე ამ ნინო ჟვანიასთან და ნინოს რო უთხარი რომ იცი რა მეთქი რომ მეც რაღაცა დიალოგები სულაპარაკია რა რაღაცა მეყალბებოდა და შეიძლება მეთქი ეგრეთ ჩემი სიტყვებით ვიტყვი ან რამე სხვას ვიტყვი იმიტომ რომ იმას მიმდენს მნიშვნელობა არ ქონდა თვითონ ამბავია რა და მე და არჩის რომ გვიყურებდა და რომ არჩევდით ამ ნუ რაღაცებს ამ რეჟისორთან ერთად რაღაც სცენაზე მაგრამ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ საერთოდ ამიტომ მე და არჩი მართლა რასაც მთელი კინო და მთელი კინო არის სულაპარაკი იმიტომ რომ სუგზაში ვართ და რაღაც სისულელებს ლაპარაკობთ მაგრამ იცი იმდენად ბუნებრივია იმდენად პირველად ვისმენ და მეორე დუბლი თუ იყო იქ სხვა რამეს ვიძახდით მეც და არჩილიც და იქ როცა ვსვავდით, მართლა ვსვავდით იმ რესტორანში, მართლა რაღაც ვერავით და ვსვავდით. იქ ღამე კოცონი როა, იქ იყო სცენარში რომ ეწევიან მოსაწევს თუ რამე და მე ავიღე და იქ გამოვართვი იქ გონიოში იყო გადაგავიღაცეს და მართლა ავიღე და არც იცოდა რეჟისორმა და მართლა გავაპოლე და მართლა დაბოლდნენ ის ქალები რომლებიც ბოზებს თამაშობენ და იყო სიცილკისკისი და ხარხარი ბუნებრივი რა. ანუ და იქ ვიძახდი მე ჩემ ლექსს ვიძახი იქ რაღაც რომ არავინაზე არ იყო რომ მაგრამ დაბოლიძე ძალიან სიცილი მოყვა და ასე შემდეგ. ამიტომ იქ იყო იცი აი ეგეც არის რა ამ რეჟისორს იცი როცა არაპროფესიონალი რაღაცა უნდა ისინი მიცე რომ იქ ეს სხვანაირად არჩევ, გაიგე ამ მსახიობს გმირს თქვათ. ხო. აი იგივე იყო ხა რაც მოხდა არ ვიცი ჩემო ბიჭმა გადაიღო კინო ხა წმინდა ელექტროენერგია ეგეთი ფილმი სადაც სულ არაპროფესიონალებია. და აბსოლუტურად სხვანაირი აი მიდგომაა და ნუ ძალიან მაგარი ფილმი გამოვიდა რა. ანუ სხვა რამეა. მაგის ნახვა სადმე შეიძლება? ჯერ არ გადიოდა, ეხლა ძალიან დიდ ხანს, ეგონათ რომ ცოტა ხანი. რა ვიცი, 9 პრიზი აიღო დაწყებული სოფლიოს ფესტივალებზე, პირველი პრიზები აიღო 1-9. ეხლა ლონდონშია ჩვენება ახლა. ძალიან მაგარი ფილმი გირჩევთ ნახოთ. ხო, ნუ თუ ჯერ წმინდა ელექტროენერგია, ჯერ არ დევს. თუ ფესტივალებზე არის არიდება ხო ჯერ და არ იქნება ჯერ. ხო, ხორა პირებთ კიდე თამაშსადმე. რა ხარ არის მომავალი პროექტები? არა, ისი რაღაც პატარა ეპიზოდში ნანა ჯანელიზის ფილმში ვითამაშე, ეპიზოდში მთხოვა რაღაცა, ესეთი არა, ეს გააკეთა, რა ქვია, არ მახსოვს, აფხაზეთის ამბებზეა და ჟურნალისტი გოგო რომელიც აფხაზეთიდან არის და ეს პრობლემა რაღაცა შერიგება ამ ყველაფრის გადატანის. და იქავა მაგ პატარა ეპიზოდი და რაღაც ეგეთი რაღაცები სადღაც ეხა კიდე გადამიღო იმანაც პატარა ეპიზოდია მიშა მესხთან ერთად და ბევრი ბერდო და ვიღაცა მსახიობები არიან კარგი ნარკოლოგიურში ვართ და იქ ეგეთი ეპიზოდი თქვათ იმან გიგინეიშვილმა ხო პატარა ეპიზოდი თქვათ რაღაც და აქაც ეგა თქვა რა არაფერი მე მინდა რომ თქვენი თავი იყოთო რა ხო არაფერი არც უთქვია რომ რა ხო ეს ნამდვილ ადამიანზეა ხო ეს ფილმი რომ ესე მაქვს გაგებული ჩეკის პერსონაჟი რაღაც ნამდვილ ისტორიაზე ჩეკისი ნამდვილ ისტორიაზე კი ეგეთი იყო ბიჭი რომელსაც ჰქონდა პრობლემა ეს ნარკომანის და რაღაცა ფული მიცეს რომ ემკურნალა მე როგორც ვიცი და ის პატარა ბიჭი იყო კიდე ერთი აი აქ ვინც არის ახლა მეგობრიშვილი და ამა თავი მოიგარა დაწერა რომ არა ვიღაცა აპირებდა რომ დახმარებოდა რომ აი გიმკურნალებდა რამეო და მე არავ და იმას უმკურნალეთ ხო რაღაც ეგეთი რატო გადაწყვეტო თქვენ გეთამაშათ ანუ მერაბნინიძე და ან თქვენ იყავით არა მერაბნინიძე უნდა ყოფილიყო რომელსაც ელოდებოდნენ 3 თვე მე არ ჩამოვიდა ხო და პლან B თქვენ რატო იყავით ანუ რატო უცებ გაუჩნდათ პროდიუსერს და
მე როგორც მითხრა ეკაჩხეიძემ მე უთხარიო იმასო და მე მითხრას რომ იმ პროდიუსერს გია ბაზღაძეს ვიცნობ ყველას და ნუ არ ვიცი რატო გაუშვათ იმიტომ ძალიან მე ვიცი რომ ძალიან ეჩქარებოდათ რა. ხო ისე ზუსტად არის გარტყმული ახლა ალბათ იმიტომ რომ მე თქვენ შექმნით ეს რომ მე ვერ წარმოვიდგენ სხვას ეთამაშა. ნუ ალბათ მე ფილმი სხვანაირი გამოვიდოდა მაგრამ ძალიან ზუსტად არის გარტყმული და როგორ მოახერხეს რა ამას გულისხმობ რომ ესე ზუსტად გიპოვეს თან არაპროფესიონალი რომელსაც ესე ვერ გნახავდნენ სხვა. ხო რომელსაც არ მითამაშიათ მანამდე მე სხვა გიმოში რაღაცა რა ეგეც იყო. ხო ვთქვათ ახლა ნინო ჟვანემ რომ დამიძახო უკვე ნანახი ქონდა და რაღაც იცი რომ რაღაცის გამკეთებელი ხარ თქვათ ხო და აქ ხო არ ვიცი აი ხო გეუბნები არ ვიცი და აი ეს რომ გამოვიდა მე რო ვთხარ რომ გავაკეთებ და კი ბატონო თუ ეგ რაღაც ქუჩის სცენა იყო რა მე თქვა აი ეგრე ვიდგები და აი ეს რაღაცა ლომკის მდგომარეობა იცი რა ეგ რაღაც გავლილი მაქვს რა მოკლედ რა ეხლა მას მოყვები რა და ამიტომ ნუ ალბათ ბუნებრივად დაინახეს და გადაწყვეტეს რომ თორე ის კი არ იყო რომ აუცილებლად გუგა ნუ სინჯი გააკეთეს და მოეწონა და თან უკვე ძალიან ეჩქარებოდ უკვე დრო აღარ ითმენდა რა ეგეც იყო მაგრამ ის ერთი ჟურნალისტი ქალი მოვიდა და ამ კინოს მე და მეკითხება რომ თქვენო ისე ბუნებრივად თამაშობთ რომ მსახიობი იყავით მანამდეო მანამდე მსახიობი და მე ვთხარ ის არა მეთქი მანამდე მორფინისტი ვიყავ ამიტომ გამოვიდა ბუნებრივად და ნუ ეგ არის რაღაც თამაში აი ეს გავაკეთე ხო რაღაცები ყოველში იცი ხო როცა იცი ეს ქუჩა და ეს დიალოგები და აი მდგომარეობა ვთქვათ ლომკაში დგომის როგორია ნუ აი იქ როგორც არის მე ეგეთი მქონდა რაღაც პერიოდის მან არის ახლობით 2000-იანების დასაწყისის თბილისი ხო 90-იანის ბოლო მაგრამ აი 2000 დღეს თქვენი რასაც ხედავთ შეცვლილია რეალობა არა დღეს კატასტროფა რა მხრივ ვიძახი ნარკომანიის მხრივ გულის ხო არა ნარკომანიის მხრივ დღეს საშინელება ხდება ეს ვაფშე პანტაპონდით ხალხი იხოცება ეგ უკვე იცი რა არის რომ აი ეს ეგ მე მგონია რომ ეგ არის რაღაცა ეგეთი გენოციდი გამიზნული იმიტომ რომ მე ვერ ხვდები იცი რას ვერ ხვდები არის საიტები სადაც ხსნი და დარეგისტრირდები და მენიუსავით გამოდის რა ნარკოტიკიც გინდა და სახელს იმას ვიზავ რომ დაუბლარავ კი არა დასაკუთრებად რომ იყოს მოგეთ არის საიტი სადაც ყველა შეუძლია შევიდეს და ესაქმნას და იქ ირჩევ მაგრამ უნდა გადარიცავ გინახეთ მე რომ დადიან და ეძებენ სადღაც რომ უდები ხო მთელ საქართველოში უკვე რომელ სოფელში არდებენ ნუ სასწაული მაგრამ რაზე ვიძახი რომ იქ ბიტკოინით უნდა იყიდო ბიტკოინით რა იყიდება საქართველოში? მარტო ნარკოტიკი, მეტი არაფერი. რამე გაგიგიათ რომ ბიტკოინით აი ეხლა ბოლო თვეებია გამოჩნდა რაღაცები, შემოხდრია რომ შესაძლებელია ბიტკოინით გადახტავოთ, აი ძალიან ახალია რა. ისიც იშვიათად ხო? ხო, პრინციპში არ იყო რა ეგ არსენ. გაჩნდა ბიტკოინის აპარატები ქალაქში, სადაც შეიძლება ბიტკოინი იყიდო. აი მაგას ვთქვა, ეგ რა არის ეგა? იმიტომ რატო იცი ვისაც ბიტკოინი აქვს თქვათ და თავის ყულაბა აქვს და რაღაცა ის ან ტელეფონში აქვს ან ხო კომპიუტერში გაქვს შენი ადგილი და იქ როგორც საფულე ამ არ გჭირდება ყიდვა ლარებით ბიტკოინის იმიტომ რომ იქვე იყიდი რა მაგის თქმა მინდა ესე იგი ამას ყიდავს ვისაც არ აქვს ბიტკოინი ვაფშე აზე არა იქ მივიდეს და აი პეიბოქსივით რა არის ბიტკოინის აპარატები გეჩნდა სადაც ქვეყანაში მარტო ნარკოტიკი იყიდება ბიტკოინს ახლა ლოგიკა თქვენ თვითონ იფიქრეთ რა არის ვისი ინტერესია როგორ არის აი რატო ხდება ეგ და რატო არ იბლოკება ის საიტი თქვა თვითონ ვეძებთ ამ ვინ აკეთებს და რეალიზატორი დაბლოკე რა არის ქვეყნები რომ რაღაცა აპები დაბლოკილია ვიცი, ანუ შეუძლია ქვეყანას დაბლოკოს რა. ხო. გააუქმე, გაიხსნება ახალი, ახლა ის თუ იგებს ნარკომანი შენ ვერ გაიგებ, ისიც გააუქმე, რა ვიცი, რა ხა ტელეგრამს მთლიანად ვერ არ ბლოკავ, ხო? ის აპი დაბლოკე რაღაცნაირად თუ არ ვიცი, მეგონი უკვე ყველაფერი ეგენი შესაძლებელია. ეგ არ კეთდება და მეორე რა არის, იცი კიდე რომ ეს აი ნარკოტიკი რაც გაჩნდა თქვათ ეს ქიმიური ვითომ ამ კლუბურებს რომ მოყვა და მე ხა როგორც იზა ფენტალინს ურევენ და რაღაცა კვდება ხალხი რა ნუ აი პანტა პუნტით რა ხო და ამ პრობლემასთან ბრძოლის გზა სიმკაცრე უფრო მეტი მკაცრი პოლიტიკა თუ აი რა ყველაზე ეფექტური მიდგომა რა შეიძლება იყოს სურვილი
რომ ეგ იყოს და მე ეს არის ქვეყნებისაც არის ამის პრაქტიკა რა და ის რაც ეხა გააკეთეს და ის თავიდან პროგრამები შექმნეს და მე ეხა უცებ დაკეტეს და ეგ არ არის სწორი პოზიცია ამას ღერავდა ის ნარკოლოგი სწორედ რომ ბევრი ეხა გაურთულეს ეგ ამბავი და გადავა ამ კუჩის ნარკოტიკს აი ეგ არის შედეგი და დაიხოცება კიდევ უფრო მეტი ხალხი სამწუხაროდ რა და ის ნარკოტიკიც იცი რა არის განსხვავება რომ ის ნარკოტიკი კი არაფრის იმას არ ვაკეთებ მაგრამ ის სხვა იყო კიდევ თქვა თუნდაც გერო ოპიატი რაც იმიტომ რომ ის ოპიატები რა მომღერლები დღემდე ბებრები არიან კიდე დახტიან კიდე მღერიან ფსიქიურად არავის არ გაუბერია და არც მომკვდარან რა და ამითი ნუ რა ხდება შედეგები ვიცით ხო ფსიქიური შედეგები ანუ აბსოლუტურად სხვა რამეა რა ზოგს ვიღაცამ დედა მოკლა ვიღაცამ და მე თავი მოიკლა გადმოხდა ანუ სადამდე ფსიქიურად მიყავდა კიდე რა რჩება ეს კიდე კაცმარიცის რა შედეგი ექნება და მე ვიცი უამრავი ვიცი მეგობრის შვილები ისინი რა დღეში არიან და რამდენი რა გვიჩალიჩია რომ გვეშველა და ნუ ეს გავლილი მაქვს მე ეს ყველაფერი შემწრება რა ყველაფერი და ის როცა არიციან ექიმებმა არიციან რა უყო ეგ ძალიან ძიმედ ამიტომ ეგ ამას ძალიან სერიოზული მიდგომა ეგ აღარ არის რომ ვიღაცა кайფობს და რაღაცა იგივე ჩემ დროს რომ ვიღაცები кайფობდა ეგ არის ეგ просто ტრაგედია სერიოზული არა მასიურია მე გოგოები ბიჭები სკოლის ასაკის ბავშვები რაღაც აბებს ყლაპავენ რაღაცები სასწაული ხდება რა სასწაული ხდება კარგი წავიდეთ ბოლოსკენ მაგრამ ახლა თქვენც თქვით რომ ეს გზა თქვენც გამოგივლიათ და დამოკიდებულება საიდან რა იწო და დამოკიდებულებას რა იწოს ადამიანში რა უჩდება სურვილი რომ რაღაცაზე გახდეს დამოკიდებული არა სურვილი არავის არ უჩდება რომ ალკოჰოლი იყოს ან ხო არა სურვილი არ არის ეგ რომ ხო სურვილი კი არა რომ დამოკიდებული ვიყო როგორ ხდება ხო რატო გისინჯავ სიგარეტს და მე დღემდე სამ პაჩკას ვეძევი ეხლა მეუბნებიან ექიმები რომ შეამცირე ერთადერთი დღეს კატე გავეკეთე არაფერი გაკო წეველის პრობლემა ის კი რა ვაფშე არ უნდა ეწეოდე სამ პაჩკას ვეძებ დღეში ნუ მე-7 კლასიდან სამს არა მე-7-დან ერთს ვეწევ მე როგორ და ეხლა სამს აი ხო ვერ ვანე ყველაფერს თავი დავანებე ამას ვერ ვანებებ ნუ არ ყოფნის ნების ყოფა არის რაღაცა არავინ არ ფიქრობს თავიდან ამაზე არის ინტერესი გასინჯვა გაიგე რაღაცის რა როგორც სიგარეტი დალევა კლუბური თქვა ჩვენ დროს არ იყო კლუბურები და ისე ხდებოდა რომ რა ვიცი ნუ აი მეგობრები წრე ხა ყველა სხვა იყო ვინც ჩადრეულიყო წრეს მნიშვნელობა აქ იქ რა იმაში ვიღაცა შეაცდენ და ვიღაცა მოუნდებოდა ვიღაცა кайპონტია ვიღაცისთვის ეს რაღაცა ქურდული მენტალიტეტი იყო პრიორიტეტი და თუ кай ბიჭი ხარ ეგეთი უნდა ყოფილიყავი ვიღაცისთვის არ ხო ნუ გაიგე და ეგ გარემოზე ალბათ მაგრამ აი ეს მე ვთვლი რომ ეს კლუბები და რამე გაიგე თავიდან ვითომ ექსტაზი არაფერი ხო წაიცეკვებ და მართლა ის ექსტაზი პირველი რაც იყო ეს არაფერი ისეთი არ იყო რა უნდა გწოდნოთ ბევრი წყალი დაგელია და მართლა რაღაცნაირად ნუ სასიამოვნო მე გავიდა მე ისგენთან მე გაირკვა რომ ფენტალინია გარეული გაიგე და ვიღაცები რომ დაიხოცენ თურმე რამდენჯერმე შეიყვნოსო არაფერი ცოტა მაგრამ ეს გვიან გადის ორგანიზმიდან და ის მალე გაიგე ეს მეორე ნივთები და ამის ოვერდოზი მოსდით და ვერ ხვდებოდნენ რატო კვდებიან ან ცუდად ხდებიან თითქოს არაფერი რა მაგრამ აი ამ რაღაცებს ეს ქიმია გაიჩიტა გაიგე უკვე ქიმია ყიდულობ რაღაც ახალ ფხნილს რომელიც არ იცი რა ხო და აი ქუჩის დღეებშიც არის ესე რა რომ სხვა სამყაროც არის ნაჩვენები თქვა თქვენი კლასელი რო არის რომელიც მინისტრი არის და ადის იმის ბინაში და კეიფობენ და თითქოს ამის ყველა ნაცნობი არის ბავშვობის დროინდელი რაღაცა და ალტერნატიული გზა არის რა გზითაც შეიძლება წასულიყო და ამ დროს ბავშვობაში ერთად დაიწყეს და შეიძლება ერთადაც გაესინჯათ მაგრამ რა სისუსტე არის ვიღაცა რჩება ამ იმაში და ვერ ახერხებს გამოსვლას თუ თავარი მიზეზი რა არის იცი რა არის მე მგონია მთავარი ის არ არის თუ ეს ერთი არ არის იცი რა ეგ მთავარი ის არ არის ვინ რა ეხლა გეტყვი აქ კიდე რა იყო თქვა ამის აი ვიღაც ხო არის რომ ძირითადად ძალიან ძნელია უსაქმურმა ადამიანმა რომ დაანებოს თავი. იმიტომ რომ ხარ შენ საქმე გაქვს და საქმეს აკეთებ და ამას დამატებით აკეთებ თქვა გარკვეულ იმას როგორც დოპინგს როგორც რაღაცას იღებ იმისთვის რომ კიდე რაღაც აკეთო ეგ სხვა რამეა და არის მეორე ვინც აკეთებს ამას რომელიც არის უსაქმური ვაფშე არაფერს არ აკეთებს არაფერს არის დაკავებული.
იმისთვის ვერ იტყვი იმ კაცზე რომ ის არის უსაქმური რა, იმიტომ რომ ადრე რაც იყო, გინდაც ეხაც აი ამით. ესე იგი უნდა იშოვოს ჯერ ფული. იასნე ფული არა აქვს, ხო? ესე იგი მიდის ამ ფულის ჩალიჩი. მე მიდის მე ამ იმაზე რო ვერ გაიგონ. ყოველ დღე როგორ საჩალიჩოა, ფული როცა არ მუშაობ და არაფერი არ აგაკ. მე ასე იგი ვიღაცებს უნდა შეეკვრა. ანუ ეს ენერგია ძალიან ბევრი მიდის. მე ამაზე მიდის იქ რაღაცას გადარიცხავე, სადღაც დაუდებ და ეხანდელ სიტუაციას. ადრე კიდე სხვა იყო ატანდი სადღაც. და იქ მიდიხარ ღამე, ადიხარ სასაფლაოზე და ადიხარ ამები და ვერ პოულობ. ნუ არის შემთხვევები რომ ვერ იპოვეს. რა იმიტომ იქ ან ვიღაცა აიგვან ცუდად დაუდეს, ის ფული აღარ ბრუნდებ. ესე კაცი რომელიც არის გარკვეულწილად რაღაც ლომკაში, ხო, რომელიც მიდის ჯერ ფული იშოვა. ანუ მთელი ამბავია. აი ამის მოპოვება არის მთელი ამბავი და მე ამას რომ მოიპოვებ, მე დამსახურებული ის არის ამას რომ აი აბსოლუტურად იცვლება იმ ადამიანის საერთოდ მთელი ფსიქიკა, არსი, ცხოვრების წესი. ახლა განსხვავება რატომ ახსოვს რომ იქ ვიყავით თქვა რაღაც ჰოლანდიაში და მაშინ რაღაც ამას ვიღებდი, ხო? და იქაც იყიდება ეგ რა. იქ რაღაცა მოგინდა, იყიდე მოთავდა ეგ ამბავი. აი ამ ხელა პროცესი, რომელიც 5 საათიანი, 6 საათიანი ნერვიულობა, რისკი, ისა, ეს არ არის იღებ იმისთვის რომ მე იგაიფო. რაღაცით, წახვიდე, ვაში კარგად ახარ, ამაზე აღარ ფიქრობ. და აქ აი ამაზე ხო 5 საათი, შეიძლება 10 საათი, ამით აღარ მოძული და მე იმეებთან ერთად ვისთანაც ეს ყველაფერი კენით, მე ამას გაგდებ, მე მარტო ამაზე ლაპარაკობთ. ხდები ხო? და უცებ ეხა შენ რო უთხარ ეხა დაანებე თავი მე შეგადაგები. ტიპის ვაფშე ცხოვრებ რაკნას, ვაფშე ვერ ხდება რა უნდა, რომ არაფერს არ აკეთებს, საქმე არ ქონია. ეგეთი უსაქმური უბნელი ტიპია. და უცებ უნდა შეცვალოს მთელი ცხოვრება. არა, აქ ამით ვერი ეგ იყო ძალიან სტრესით დატვირთული ცხოვრება აქ ამ ადამიანს. იგი და ბოლოს დამსახურებულად იხსნის სტრესი, იმიტომ რომ იგი სერიოზულად ვიძახი რა. ეგ არ არის რომ მე მინდა და წავედი ვიყიდე გავიკეთ. არა, ეგ არის ურთულესი გზა ყოველ დღე ამის ხო. მიხდი ხო? და ის რო გააკეთეს აი პროგრამები რო იყო და რაღაცა რო იყო, ის რა იყო? ხა ეგ კარგი კი არ არის თავისთავად, მაგრამ ეგ იყო მოგონილი იმისთვის რომ დაეხმარონ ლოთებს ნარკომანებს ხო საფრანგეთში პირველად მეტადონი და ეს ბოქსინი თუ რა. ანუ ეგ უნდა მიიღო ის დოზა რომელიც შენ მე ვაშე ვიტყოდი რომ აი ეს პროგრამის ეს აბები რომელიც არის რომელიც მე რა გამოქონდა და მე ამას იკეთებდა 5 კაც იქ სხვა თემაა, მაგრამ იდეაში ის არის ეგეთი ძალიან ის კი რომ მე მინდა და მეკითხა კიდეც უფრო ექიმებს ანტიდეპრესანტი რა. ფაქტობრივად ოდნავ იღებ არ ნიშნავს იმდენს გაჩნია რა დოზას იღებ რომ ის კი არა ხარ რაღაც кайფში. უბრალოდ ცუდად არ ხარ და ცოტა ენდორფინი გამოგეყოფა ეთყობა, ცოტა ხალისი გეძლევა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. იმიტომ რომ ამ ნარკომანიას იცი რა აქ ყველაზე რთული რა არის. მე მოსმენელი მაგალითად ლივერპულელი ექიმი და რატო აი ძალიან ბევრს უჭირს კიდე დანებება რა. იმიტომ რომ ის აი ენდორფინი და რაღაცა რომელსაც ბედნიერების ჯირღვალი ქვია, ხო? რომელიც ყველა ადამიანს გამოეყოფა ჩვეულებრივ. კაი ამინდისგან, კაი ემოც, კაი კინო ნახა, კაი ციგნი წაიკითხა, ეგ არის შენი კაი მდგომარეობა. აი ეს ნარკოტიკი შვება რომ ამ ჯირყვალს პროვოცირებს და ეს გამოგეყოფა იმ გაკეთების დროს დიდი დოზით. ამიტომ არის ძალიან კარგად რო არის პრიატად ეგ არის, ეგ და ამიტომ ის ჯირყვალი ეჩვევა ამის პროვოცირებას და ამას რო ეშვები, საერთოდ აღარ გამოიყოფა, ელოდება იმ რაღაც და ამიტომ თორე ის ფიზიკური ლომკა ეს გადის რაღაც ხანში. ჰეიგე? ჯერ ფსიქოლოგიური. არა, ფსიქოლოგიური აღარ გიხარია. ხო რა. აი ხარ, მაგრამ ნუ რაღაც ემოცია ხო უნდა გქონდეს და ის დაგეხშო ეს რაღაც ჯირყვალი რა. და ამას ჭირდება წლები რომ იმან ისევ თუ არა აი ის რომ შენ თუ საერთოდ ეგეთი ტიპი არ ახარო რაღაცა უამრავი საქმე გაქვს რაღაც საკეთებ და ამაში გადაგაკ გაიგე ეს ხო ანუ დაგავებ შენი ცხოვრება მაინც სავსეა რა აი ეგეთ შემთხვევაში ბევრად ადვილია და აი უსაქმურისთვის არის ყველაზე ძნელი რა იმიტომ რომ ის კარგავს მთელ თან წლები თუ გრძელდება მაგის ცხოვრების წესს მიხდი სხვა რამეა აზრს რაღაც არსი იქ მთელი ამბებია რა რისკი ისა ესა და უცებ ეგრე კარგი ბოლო შეკითხვა ტრადიციული რომელსაც ყველა შტომარს ვეკითხები რა არის ცხოვრების აზრი ალბათ სიყვარული რა ეგრე ბენცე მგონი
სიყვარული, რაღაცები ძახიან რომ არ ქონიათ, რაღაცები არის. მე მქონია და რამდენჯერმე მაგალითად და ალბათ სიყვარული ხო, რა ვიცი. ეგრე ვიტყოდი რა, ეგ იმას იმიტომ რომ ის კი არა სამხრივი სიყვარულიც კი, მე რაც ბევრი მქონიათ სამხრივად, აი ეგეც ძალიან მიყვარს ეს მდგომარეობა, მიყვარს იტანჯები ამით, ხო? მაგრამ ამ დროს ხდება ეს სუბლიმაცია, ის გადადის სხვა რამეებში, მე მაშინ ლექსებს წერე, მე მაშინ სხვა აი ეს ენერგია სხვაგან უნდა გაუშვა, გაიგე? ცოტა მაზოხისტური ის არის შეიძლება, მაგრამ აი ეს გაძლევს იმ აღმაფრენას, რომელიც კი იმასთან მიმართებაში იქ ვერ იხარჯები. მაგრამ სამაგერტი ხარჯები ბევრად სხვანაირად სხვა რამეებში რა. ნუ თუ ხელოვანი ხარ მოш თხოვეში, სხვა შემთხვევაში არ ვიცი. კარგი, დავასრულოთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. მაყურებელს შევახსენებ. ჩვენი მხარდამჭერი იყო სოკარი. თქო რომ გამოიწეროთ ახლა რაღაც ისე უცებ დავასრულე, ესე გამოვიდა, მაგრამ ისე კარგად მიდის საუბარი, რომ სხვანაირად ვერ დავასრულებ ესე. ამიტომ ესე მიწერს. ეხლა გამახსენდა კოტე ყუბანეიშვილის გამონათქვამი სოკარს უნდა და რაღაცა მეგობრობდნენ და რეკლამა თუ სლოგანი თუ რაღაცა და უცებ კოტემ როგორც იცის ხომ უთხრა სოკარტველო სოკარტველო ბევრი იხსნებოდა მაშინ სოკარები უცებ სოკარტველო სხვადასხვა მე ვასხავ სოკარს ისე რომ იცოდეთ მართლა ხო მეც ნუ შებუნებრივია ხო არა მანამდეც ესე იყო მაგრამ რატომღაც არ ვიცი მან თქო და მე სულ ეს რამის დიდი ვიფიქრე მაინც კავკასიური ის არის რა ბრენდია და რაღაცა ვასხავ სოკარს და მე მგონი მშვენივრად ხო ეხა უკვე მე ნამყოფი ვარ ლაბორატორიაში და საიდანაც სადაც აქვთ ეს საცავი და ნუ უკვე ჩემი თვალით მაქვს დანახი და ნუ მანამდე ხო როცა არის ცოტა რთულია თუ ეს და რა მომეწონა იცი კიდე რომ ისინი აქვთ რა ქვია იმ სადგომებზე ყველგან არის ტუალეტი ყველგან არის სუფთად და აი ეს რაღაც კულტურული მომენტი რომელიც აშუაშე ბეზდა მაგრამ მოქმედებს კი ეგრეა ხო და მანამდე სულ ის იყო რაღაცა გამოხდებოდა ვიდეო რომ აი იმაში იმ კომპანიის მეს გატყუებენ და ასე გრაბით ნაკლებს გისხავენ და არა ის ხონერად იწვის და რაღაცები და სოկარზეაც გადავედი და დავისვენე და სულ იქ ვასხავ უკვე წლებია და მოკლედ კარგით მადლობა დავასრულოთ მადლობა თქვენ დიდი მადლობა რომ ჩვენთან იყავით ერთ კვირაში შევხვდებით და ხოთ გამოიწეროთ არხი იქ სად არის ხომ